2005 წელს მონტანას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში პალეონტოლოგი მერი შვაიცერი აკეთებს რაღაც რუტინულს. ის ათავსებს ტირანოზავრის ძვლის ნაწილს სპეციალურ ხსნარში, რომელიც აშორებს მინერალებს. ეს არის სტანდარტული პროცედურა. ის ამას ასობით ჯერ გააკეთა. მაგრამ ამჯერად, როდესაც ის უყურებს მიკროსკოპს, მისი გული ჩერდება. იქ, პეტრის ფინჯანში, ის ხედავს რაღაც შეუძლებელს. მოქნილ სისხლძარღვებს. რბილ ქსოვილს. უჯრედებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ ფორმას. არა გაქვავებულ ნაშთებს. არა ქვისანაბეჭდს. არამედ რეალურ ორგანულ მასალას. შვაიცერი აწევს პიპეტს და ფრთხილად ეხება ერთ-ერთ სისხლძარღვს. ის იჭიმება. ის ბრუნდება თავის საწყის ფორმაზე. ზუსტად ისე, როგორც ახალი ქსოვილი გააკეთებდა. მაგრამ ეს ძვალი არ არის ახალი. გეოლოგიური სტრატიგრაფიის მიხედვით, ამ ტირანოზავრს 70 მილიონი წელია. 70 მილიონი წელი, რომლის განმავლობაშიც ეს ქსოვილი უნდა დაშლილიყო, გაქვავებულიყო, გადაქცეულიყო ქვად. მაგრამ აქ არის მის ხელებში მოქნილი და ორგანული. შვაიცერი იცის, რას ნიშნავს ეს. ის იცის, რომ ბიოქიმია არ იძლევა ამის საშუალებას. ცილები იშლებიან. დნმი იშლება. კოლაგენი ყველაზე სტაბილური ცილა ძვლებში მაქსიმუმ რამდენიმე მილიონი წელი შეიძლება გაძლოს იდეალურ პირობებში. მაგრამ არა 70 მილიონი. არასოდეს 70 მილიონი. ის იმეორებს ექსპერიმენტს. ერთხელ. ორჯერ. 10ჯერ. სხვადასხვა ნიმუშებზე. სხვადასხვა დინოზავრებზე. სხვადასხვა ლაბორატორიებში. და ყოველთვის იგივე შედეგი. რბილი ქსოვილი. ცილები. სისხლძარღვები. როდესაც ის აქვეყნებს თავის აღმოჩენას ჟურნალ Science-ში, სამეცნიერო საზოგადოება რეაგირებს შოკით. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს უნდა იყოს დაბინძურება. მაგრამ შვაიცერი აგრძელებს. ის აგრძელებს ექსპერიმენტებს. ის აგრძელებს აღმოჩენებს. და ყოველი ახალი აღმოჩენით ერთი კითხვა ხდება უფრო და უფრო გაუცილებელი. თუ ეს ქსოვილი რეალურად არის 70 მილიონი წლის, როგორ შეიძლება ის ჯერ კიდევ არსებობდეს? ვიცი, რას ფიქრობთ ახლა. ეს ჟღერს როგორც კრეაციონისტული არგუმენტი. როგორც მცდელობა დისკრედიტაცია გაუკეთოს ევოლუციას. როგორც კიდევ ერთი ფსევდო-სამეცნიერო თეორია, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ დედამიწა არის 6000 წლის. მაგრამ დაელოდეთ. რადგან ეს ისტორია არ არის იმის შესახებ. მერი შვაიცერი არ არის კრეაციონისტი. ის არის მკაცრი მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ჯეკ ჰორნერთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ პალეონტოლოგთან მსოფლიოში. მისი აღმოჩენა არ იყო იდეოლოგიური. ის იყო ემპირიული. ის უბრალოდ აღწერდა იმას, რასაც ხედავდა მიკროსკოპის ქვეშ. და აქ არის, რაც ამ ისტორიას ასე საინტერესოს ხდის. ეს არ არის დებატი მეცნიერებასა და რელიგიას შორის. ეს არის დებატი თავად მეცნიერების შიგნით. დებატი იმის შესახებ, თუ როგორ ვზომავთ დროს. როგორ ვინტერპრეტირებთ მტკიცებულებებს. და რა ხდება, როდესაც ემპირიული აღმოჩენები ეწინააღმდეგება ჩვენს თეორიულ მოსალოდნელს. რადგან შვაიცერის რბილი ქსოვილი არ არის იზოლირებული ანომალია. ის არის ნაწილი უფრო დიდი თავსატეხისა. თავსატეხისა, რომელიც ეხება თავად გეოლოგიური დათარიღების საფუძვლებს. წარმოიდგინეთ ალმასი. არა ბრილიანტი საქორწილო ბეჭედში, არამედ ინდუსტრიული ალმასი, რომელიც ამოღებულია ღრმა მაღაროდან სამხრეთ აფრიკაში. გეოლოგები გეტყვიან, რომ ამ ალმასს მილიარდობით წელია. ის წარმოიქმნა დედამიწის მანტიაში 150 კილომეტრის სიღრმეზე უზარმაზარი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ, პლანეტის ახალგაზრდობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ობიექტი, რომელსაც ადამიანს შეუძლია ხელში აიღოს. უფრო ძველი ვიდრე ნებისმიერი დინოზავრი. უფრო ძველი ვიდრე ნებისმიერი მცენარე. უფრო ძველი ვიდრე თავად სიცოცხლე დედამიწაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგზავნით ამ ალმასს ლაბორატორიაში რადიოუგლეროდული დათარიღებისთვის. ეს არის უაზრო იდეა, რადგან რადიოუგლეროდული მეთოდი მუშაობს მხოლოდ ორგანულ მასალაზე და მხოლოდ დაახლოებით 50,000 წლამდე. ნახშირბადი 14, რომელსაც იყენებენ დათარიღებისთვის, ნახევარი სიცოცხლის პერიოდი აქვს 5750 წელი.
ეს ნიშნავს, რომ 100,000 წლის შემდეგ თითქმის ყველა ნახშირბადი 14 დაიშლება აზოტად 14-ად. მილიონი წლის შემდეგ არაფერი. ნულოვანი. სრული არარსებობა. ასე რომ მილიარდი წლის ნიმუშში არ უნდა იყოს გაზომადი ნახშირბადი 14. ეს იქნებოდა ისეთივე, როგორც იპოვა ახალი გაზეთი ფარაონის პირამიდაში. მაგრამ 2010 წელს ჯგუფმა მეცნიერებისა, რომლებიც მუშაობდნენ ლაბორატორიებში ამერიკასა და ევროპაში, გამოაქვეყნა შოკის მომგვრელი აღმოჩენა. ისინი აიღეს ალმასები სხვადასხვა წყაროებიდან, ალმასები, რომლებსაც გეოლოგიურად მილიარდობით წელია. ისინი გაწმინდეს, ისინი ყველა შესაძლო დამაბინძურებლისგან. ისინი გამოიყენეს ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა. და შემდეგ ისინი გაზომეს ნახშირბადი 14. შედეგი არ იყო 0. ის არ იყო ფონური ხმაური. ის იყო თანმიმდევრული, განმეორებადი სიგნალი. ყველა ალმასში. ყველა ნიმუშში. ყველა ლაბორატორიაში. თუ ეს ალმასები რეალურად არის მილიარდობით წლის, ეს არის შეუძლებელი. ეს არის ისეთივე შეუძლებელი, როგორც იპოვა მუშა სმარტფონი ნეანდერტალელის გამოქვაბულში. ან ელექტრონატურა ტრილობიტის ფოსილიაში. ეს უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. და აქ ამბავი ხდება კიდევ უფრო უცნაური. რადგან ეს არ არის მხოლოდ ალმასების შესახებ. ან დინოზავრების ძვლების შესახებ. ეს არის ნიმუში, რომელიც გასდევს მთელ გეოლოგიურ ჩანაწერს. 2014 წელს კვლევითმა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი ქვანახშირზე. ისინი აიღეს 10 ნიმუში ქვანახშირის სხვადასხვა ფენებიდან, ფენები, რომლებიც გეოლოგიურად დათარიღებული იყო 50 მილიონიდან 300 მილიონ წლამდე. ეს არის კარბონული პერიოდი. ეპოქა, როდესაც უზარმაზარი ტყეები ფარავდა დედამიწას, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე პირველი დინოზავრები გამოჩნდნენ. ისინი გააგზავნეს ეს ნიმუშები რამდენიმე დამოუკიდებელ ლაბორატორიაში რადიოუგლეროდული დათარიღებისთვის. ისინი არ უთხრეს ლაბორატორიებს, საიდან მოდიოდა ნიმუშები. ისინი უბრალოდ სთხოვეს მათ გაეზომათ ნახშირბადი 14. თითოეულ ნიმუშში, თითოეულში ლაბორატორიებმა იპოვეს გაზომადი ნახშირბადი 14. არა კვალი. არა ფონური ხმაური. არამედ მკაფიო თანმიმდევრული სიგნალი. თუ ეს ქვანახშირი რეალურად იყო ასობით მილიონი წლის, არ უნდა იყოს არანაირი ნახშირბადი 14. ის ყველა უნდა დაშლილიყო ათობით მილიონი წლის წინ. მაგრამ ის იქ არის. ყოველ ნიმუშში. ყოველ ფენაში. ყოველ ლაბორატორიაში. ლაბორატორიები ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დაბინძურება. შესაძლოა თანამედროვე ნახშირბადი ატმოსფეროდან. შესაძლოა ბაქტერიული აქტივობა. შესაძლოა ლაბორატორიული კონტამინაცია. მაგრამ კვლევის ჯგუფმა მიიღო ყველა სტანდარტული წინდახედულობა. ისინი გაწმინდეს ნიმუშები მძლავრი მჟავებით. ისინი გამოიყენეს კონტროლი. ისინი გაიმეორეს ტესტები სხვადასხვა ლაბორატორიებში. და ყოველთვის იგივე შედეგი. ნახშირბადი 14 ნიმუშებში, რომლებსაც თითქოს ასობით მილიონი წელია. ახლა, სანამ წავიდოდეთ უფრო შორს, მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ მუშაობს რადიომეტრული დათარიღება. რადგან ეს არ არის მარტივი პროცესი. და ის არ არის უტყუარი. რადიომეტრული დათარიღება ეფუძნება ელეგანტურ პრინციპს. გარკვეული ატომები არასტაბილურია. ისინი დროთა განმავლობაში იშლებიან სხვა ატომებად, გამოსხივებენ რადიაციას. ეს პროცესი ხდება პროგნოზირებადი სიჩქარით, ისეთი პროგნოზირებადი, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის როგორც საათი. მაგალითად, ურანი 224 იშლება ტყვიად 206-ად. ამ პროცესს აქვს ნახევარი სიცოცხლის პერიოდი 4 მილიარდ 450 მილიონი წელი. ეს ნიშნავს, რომ 4 მილიარდ 450 მილიონი წლის შემდეგ ნახევარი ურანი 224 დაიშლება ტყვიად 206-ad. კალიუმი 40 იშლება არგონად 40-ad. ნახევარი სიცოცხლე 1 მილიარდ 30 მილიონი წელი. რუბიდიუმი 87 იშლება სტრონციუმად 87-ad. ნახევარი სიცოცხლე 59 მილიარდი წელი. ნახშირბადი 14 იშლება აზოტად 14-ad. ნახევარი სიცოცხლე 5750 წელი. თეორიულად, თუ თქვენ გაზომავთ მშობელი და შვილობილი იზოტოპების თანაფარდობას ქანში, შეგიძლიათ გამოთვალოთ, რამდენი ხანია ის ქანი წარმოიქმნა. ეს არის მათემატიკა. ეს არის ფიზიკა. ეს არის ლოგიკა. მაგრამ აქ არის პრობლემა.
ეს მათემატიკა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იცით სამი რამ აბსოლუტური დარწმუნებით. პირველი დაშვება, თქვენ იცით რამდენი შვილობილი იზოტოპი იყო ქანში მისი წარმოქმნის დროს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ზომავთ ქანს, რომელიც შეიცავს ურანს და ტყვიას. თქვენ ხედავთ, რომ ურანის და ტყვიის თანაფარდობა არის 1000-1. თქვენ ვარაუდობთ, რომ ყველა ტყვია მოვიდა ურანის დაშლიდან. თქვენ ითვლით უკან და ამბობთ, ეს ქანი არის 100 მილიონი წლის. მაგრამ რა მოხდება თუ ქანი, როდესაც ის წარმოიქმნა, უკვე შეიცავდა ტყვიას? რა მოხდება თუ ლავა, რომელიც გამაგრდა ამ ქანად, ამოვიდა დედამიწის მანტიიდან, სადაც უკვე იყო ტყვია? მაშინ თქვენი გამოთვლა იქნება სრულიად არასწორი. თქვენ მიიღებთ ასაკს, რომელიც ძალიან ძველია. ეს არის არა თეორიული პრობლემა. ეს არის რეალური პრობლემა. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ლავა ხშირად შეიცავს არგონს, სტრონციუმს და სხვა შვილობილ იზოტოპებს მისი გამაგრების წინ. ჩვენ ვიცით ამას, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ეს თანამედროვე ლავაში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვზომავთ ძველ ქანებს, ჩვენ არ ვიცით, რამდენი შვილობილი იზოტოპი იყო საწყისად. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. და ეს დაშვება ფუნდამენტურად გავლენას ახდენს შედეგზე. მეორე დაშვება, დაშლის სიჩქარე ყოველთვის იყო მუდმივი. ჩვენ ვზომავთ დაშლის სიჩქარეებს დღეს ლაბორატორიებში, ნორმალურ ტემპერატურაზე და წნევაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ურანი 224 იშლება ძალიან სტაბილური სიჩქარით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიჩქარე არ იცვლება, როდესაც ჩვენ ვცვლით ტემპერატურას, ან წნევას, ან ქიმიურ გარემოს. ასე რომ ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს სიჩქარე ყოველთვის იყო იგივე. მილიარდი წლის წინ, 2 მილიარდი წლის წინ, 4 მილიარდი წლის წინ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს დარწმუნებით. ჩვენ არ შეგვიძლია დაუბრუნდეთ დროში და გავზომოთ დაშლის სიჩქარეები მილიარდი წლის წინ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ფიზიკის კანონები იყო იგივე. და ეს არის გონივრული დაშვება. მაგრამ ის რჩება დაშვება. არა დამტკიცებული ფაქტი. მესამე დაშვება, სისტემა იყო დახურული. ეს ნიშნავს, რომ არც მშობელი და არც შვილობილი იზოტოპები არ დაემატა, ან არ გამოიტანა ქანიდან მისი წარმოქმნის შემდეგ. ქანი იყო როგორც დალუქული კონტეინერი, სადაც მხოლოდ რადიოაქტიური დაშლა ხდებოდა. მაგრამ ქანები არ არიან დალუქული კონტეინერები. მათში გადის წყალი. მათში გადის გაზები. მათში ხდება ქიმიური რეაქციები. მათში ხდება მეტამორფიზმი, ტრანსფორმაცია მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ. მილიონობით წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ურანი შეიძლება გამოირეცხოს წყლით. არგონი შეიძლება გაიფანტოს გაზად. ტყვია შეიძლება მიგრირდეს ქანის სხვა ნაწილში. თითოეული ეს პროცესი შეცვლის იზოტოპურ თანაფარდობებს. და თითოეული ეს ცვლილება შეცვლის გამოთვლილ ასაკს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ გრანდ კანიონის ფსკერზე. თქვენ უყურებთ ქანების ფენებს, რომლებიც აღმართულია თქვენს გარშემო, ფენები, რომლებიც წარმოადგენენ მილიარდობით წლის ისტორიას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრული გეოლოგიური ჩანაწერი დედამიწაზე. ქვემოთ, კანიონის ფსკერთან ახლოს, თქვენ ხედავთ შავ ბაზალტს, ლავის ნაკადს, რომელიც ოდესღაც მიედინა ამ კანიონში. გეოლოგები ამბობენ, რომ ამ ლავას დაახლოებით 1 მილიონი წელია. ზოგიერთი ამბობს ნაკლები, შესაძლოა რამდენიმე 100,000 წელი. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ეს არის ძველი. 2010 წელს გეოლოგმა სტივენ ოსტინმა აიღო ნიმუშები ამ ბაზალტიდან. ის გააგზავნა ისინი 3 სხვადასხვა ლაბორატორიაში. ის არ უთხრა მათ, საიდან მოდიოდა ნიმუშები. ის უბრალოდ სთხოვა მათ გაეზომათ იზოტოპური თანაფარდობები და გამოეთვალათ ასაკი. პირველმა ლაბორატორიამ გამოიყენა კალიუმ-არგონის მეთოდი მთელ ქანზე. შედეგი 1 მილიარდ 100 მილიონი წელი. იგივე ლაბორატორიამ გაზომა ცალკე მინერალები იმავე ქანიდან. ამფიბოლი მისცა 2 მილიარდი წელი. ფელდსპარი მისცა 1 მილიარდ 300 მილიონი წელი. მეორე ლაბორატორიამ გამოიყენა რუბიდიუმ-სტრონციუმის მეთოდი. შედეგები მერყეობდა 1 მილიარდ 354 მილიონიდან 1 მილიარდ 430 მილიონ წლამდე. მესამე ლაბორატორიამ გამოიყენა სამარიუმ-ნეოდინიუმის მეთოდი. შედეგი 1 მილიარდ 534 მილიონი წელი. იგივე ქანი. იგივე ლავის ნაკადი. 3 სხვადასხვა მეთოდი. შედეგები, რომლებიც მერყეობს 1 მილიარდიდან 2 მილიარდამდე.
და ყველა მათგანი არის დაახლოებით 1000-ჯერ მეტი, ვიდრე გეოლოგიური მოსალოდნელი ასაკი. რა ხდება აქ? გეოლოგების პასუხი არის მკაფიო. ისინი ამბობენ, რომ ოსტინი არასწორად ინტერპრეტირებს შედეგებს. ლავა, როდესაც ის ამოდის დედამიწის მანტიიდან, უკვე შეიცავს არგონს, სტრონციუმს და სხვა შვილობილ იზოტოპებს. ეს არის არა რადიოაქტიური დაშლიდან, არამედ მანტიის ქიმიიდან. ასე რომ, როდესაც თქვენ ზომავთ იზოტოპურ თანაფარდობებს, თქვენ ზომავთ არა მხოლოდ დროს ლავის გამაგრების შემდეგ, არამედ ასევე საწყის იზოტოპურ კომპოზიციას მანტიიდან. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ამას, თქვენ მიიღებთ ასაკს, რომელიც ძალიან ძველია. ეს არის ლეგიტიმური არგუმენტი. და ის ახსნის, რატომ გეოლოგები იყენებენ რამდენიმე მეთოდს, რამდენიმე ნიმუშს და აერთიანებენ შედეგებს გეოლოგიურ კონტექსტთან. მაგრამ აქ არის პრობლემა. თუ რადიომეტრული დათარიღება მოითხოვს ამდენ ინტერპრეტაციას, ამდენ კორექტირებას, ამდენ დაშვებას, მაშინ როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის დამოუკიდებელი დათარიღების მეთოდი? როდესაც თქვენ იყენებთ გეოლოგიურ კონტექსტს რადიომეტრული თარიღების ინტერპრეტაციისთვის და შემდეგ იყენებთ რადიომეტრულ თარიღებს გეოლოგიური კონტექსტის დასადასტურებლად, თქვენ ქმნით წრიულ ლოგიკას. ეს არის როგორც თქვენ გამოიყენოთ საათი დროის გასაზომად, მაგრამ თქვენ აყენებთ საათს იმის მიხედვით, თუ რა დრო უნდა იყოს. და აქ არის რაც ამ პრობლემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ რადიომეტრული დათარიღება თანამედროვე ლავაზე, რომლის ასაკი ჩვენ ვიცით დარწმუნებით, რადგან ჩვენ დავაკვირდით მის ამოფრქვევას. 1990 წელს და სენტ ჰელენსი ამოფრქვდა ვაშინგტონის შტატში. ჩვენ ზუსტად ვიცით, როდის მოხდა ეს, 1980 წლის მაისის 18-ს. ჩვენ ვიცით, რომ ლავა, რომელიც ამოვიდა ამ ამოფრქვევიდან, არის 30 წელზე ნაკლები. მაგრამ როდესაც გეოლოგებმა გაზომეს ეს ლავა კალიუმ-არგონის მეთოდით, ისინი მიიღეს ასაკები, რომლებიც მერყეობდა 350,000-დან 2,800,000 წლამდე. ლავა, რომელსაც 30 წელია, მისცა ასაკი 2 მილიონი წელი. იგივე პრობლემა იქნა აღმოჩენილი ჰავაის ვულკანებზე. ლავა 1954 წლიდან მისცა ასაკები მილიონობით წლის. ლავა 1950 წლიდან მისცა ასაკები 22 მილიონი წელი. გეოლოგების ახსნა არის იგივე, ლავა შეიცავდა საწყის არგონს მანტიიდან. მაგრამ ეს ახსნა ქმნის პრობლემას. თუ თანამედროვე ლავა შეიცავს საწყის არგონს, რომელიც აძლევს მას ასაკს მილიონობით წლის, როგორ ვიცით, რომ ძველი ლავა არ შეიცავს საწყის არგონს, რომელიც აძლევს მას ასაკს მილიარდობით წლის? პასუხი არის, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. და ჩვენ ვაკეთებთ ამ დაშვებებს იმის საფუძველზე, თუ რა ასაკი უნდა იყოს ქანს გეოლოგიური კონტექსტის მიხედვით. ზოგიერთი ამბობს, მაგრამ ჩვენ იყენებთ რამდენიმე დამოუკიდებელ მეთოდს. თუ ყველა მეთოდი მისცემს იგივე ასაკს, ეს ადასტურებს შედეგს. ეს ჟღერს ლოგიკურად. მაგრამ პრობლემა არის, რომ ეს მეთოდები არ არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ისინი ყველა ეფუძნება იგივე დაშვებებს, საწყისი პირობები, მუდმივი დაშლის სიჩქარეები და ხურული სისტემები. და როდესაც ეს მეთოდები იძლევა სხვადასხვა შედეგებს, როგორც ისინი ხშირად აკეთებენ, გეოლოგები აირჩევენ შედეგს, რომელიც ყველაზე კარგად ემთხვევა გეოლოგიურ კონტექსტს. ისინი უგულებელყოფენ შედეგებს, რომლებიც არ ემთხვევა. ეს არის არა თაღლითობა. ეს არის არა არაკეთილსინდისიერება. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რადიომეტრული დათარიღება არ არის დამოუკიდებელი ტესტი გეოლოგიური ასაკისა. ის არის ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ უკვე იცით პასუხი. ახლა დაუბრუნდეთ მერი შვაიცერის რბილ ქსოვილს. რადგან ახლა ჩვენ გვაქვს კონტექსტი იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს აღმოჩენა ასე პრობლემური. ბიოქიმია არის უფრო მკაცრი ვიდრე გეოლოგია. ცილები იშლებიან პროგნოზირებადი სიჩქარით. დნ იშლება პროგნოზირებადი სიჩქარით. კოლაგენი ყველაზე სტაბილური ცილა ძვლებში იშლება პროგნოზირებადი სიჩქარით. ლაბორატორიული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ კოლაგენი იშლება სრულად დაახლოებით 4 მილიონი წლის განმავლობაში იდეალურ პირობებში, ნულოვანი ტემპერატურა, სრული იზოლაცია, არანაირი ბაქტერიები, არანაირი წყალი. ნორმალურ პირობებში ბევრად სწრაფად. შესაძლოა რამდენიმე 100,000 წელი. შესაძლოა მილიონი წელი მაქსიმუმ. მაგრამ არა 70 მილიონი წელი. არასოდეს 70 მილიონი წელი. ასე რომ, როდესაც შვაიცერი პოულობს რბილ ქსოვილს, კოლაგენს, სისხლძარღვებს ძვალში, რომელსაც გეოლოგიურად 70 მილიონი წელია, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი.
გეოლოგია ამბობს ერთს, ბიოქიმია ამბობს სხვას. როგორ ვაგვარებთ ამ კონფლიქტს? სამეცნიერო საზოგადოების რეაქცია იყო საინტერესო. ზოგიერთმა მეცნიერმა უარყო აღმოჩენა სრულიად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს უნდა იყოს დაბინძურება, ან ბიოფილმი, ან ლაბორატორიული შეცდომა. მაგრამ შვაიცერმა გაიმეორა ექსპერიმენტი ისე ბევრჯერ, ისე ფრთხილად, ისე მრავალ სხვადასხვა ნიმუშზე, რომ ეს არგუმენტები გახდა უფრო და უფრო რთული შესანარჩუნებლად. ის გამოიყენა ანტისხეულები, რომლებიც სპეციფიკურად რეაგირებენ დინოზავრის ცილებზე. ის გამოიყენა მას სპექტრომეტრიას ცილების იდენტიფიკაციისთვის. ის გამოიყენა ელექტრონულ მიკროსკოპიას სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის. ყოველი ტესტი ადასტურებდა, ეს არის რეალური ორგანული ქსოვილი. ასე რომ სხვა მეცნიერებმა შესთავაზეს ახალი მექანიზმები. შესაძლოა რკინის იონები ძვლებში მოქმედებდნენ როგორც კონსერვანტები, ან ელებდნენ ცილების დაშლას. შესაძლოა განსაკუთრებული გეოქიმიური პირობები ქმნიდნენ მიკროგარემოს, სადაც ბიომოლეკულები შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. 2073 წელს შვაიცერმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ავითარებდა რკინის კონსერვაციის ჰიპოთეზას. ისინი აჩვენეს, რომ რკინა, როდესაც ის რეაგირებს ჰემოგლობინთან სისხლში, შეიძლება შექმნას თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც შემდეგ ქმნიან ჯვარედინ კავშირებს ცილებს შორის, აძლიერებენ მათ. ეს არის ლეგიტიმური სამეცნიერო ჰიპოთეზა. და ის შეიძლება იყოს ნაწილობრივ სწორი. მაგრამ აქ არის პრობლემა. ეს ჰიპოთეზა გამოგონილია მას შემდეგ, რაც ფაქტი უკვე აღმოჩენილია. ეს არის ერჰად ახსნა, რომელიც შექმნილია კონკრეტული ანომალიის ასახსნელად. და კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ არის, რამდენი ერჰად ახსნა შეგვიძლია დავამატოთ, სანამ დავიწყებთ ეჩვის შეტანას თავად მოდელში. რადგან შვაიცერის რბილი ქსოვილი აღარ არის იზოლირებული შემთხვევა. 2005 წლიდან დღემდე მეცნიერებმა იპოვეს რბილი ქსოვილი, ცილები ან ორგანული მოლეკულები ათობით სხვადასხვა დინოზავრის ძვალში. 2009 წელს იპოვეს კოლაგენი ჰადროზავრის ძვალში. დინოზავრი, რომელსაც გეოლოგიურად 80 მილიონი წელია. 2012 წელს იპოვეს ცილები მოზაზავრის ძვალში, ზღვის ქვეწარმავალი, რომელსაც გეოლოგიურად 70 მილიონი წელია. 2015 წელს იპოვეს სისხლის უჯრედები ტრიცერატოპსის ძვალში. 2018 წელს იპოვეს ცილები და ქრომოზომული მასალა ჰიპაკროზავრის ძვალში, დინოზავრი, რომელსაც გეოლოგიურად 55 მილიონი წელია. ყოველი ეს აღმოჩენა ქმნის იგივე პრობლემას. ბიოქიმია ამბობს, რომ ეს მასალა არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ის არსებობს. და ყოველი ახალი აღმოჩენით, ერჰად ახსნები ხდება უფრო რთული. რკინის კონსერვაცია შეიძლება ახსნას ზოგიერთ შემთხვევას. მაგრამ ყველას. განსაკუთრებული გეოქიმიური პირობები შეიძლება ახსნას ზოგიერთ შემთხვევას. მაგრამ ყველას. ან შესაძლოა უფრო მარტივი ახსნა არის, ეს ცვლილება არ არის ისეთი ძველი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ეს არ ნიშნავს, რომ დედამიწა არის 6000 წლის. ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუცია არ მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა უარყოთ მთელი გეოლოგია. მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენი დროის ჩარჩო საჭიროებს კორექტირებას. შესაძლოა მნიშვნელოვან კორექტირებას. წარმოიდგინეთ, რომ დინოზავრები გადაშენდნენ არა 70 მილიონი წლის წინ, არამედ 10 მილიონი წლის წინ. ან 5 მილიონი. ან 1 მილიონი. ეს ჯერ კიდევ იქნებოდა უზარმაზარი დრო ადამიანური მასშტაბით. მაგრამ ეს იქნებოდა დრო, რომელშიც ბიოქიმია შეიძლება მუშაობდეს. ან წარმოიდგინეთ, რომ რადიომეტრული დათარიღება სისტემატურად აძლევს ასაკებს, რომლებიც ძალიან ძველია. შესაძლოა ფაქტორია 10. შესაძლოა ფაქტორია 100. ეს შეცვლიდა ყველაფერს. დედამიწა, რომელსაც 4 მილიარდ 600 მილიონი წელია, შეიძლება რეალურად იყოს 460 მილიონი წლის. ან 46 მილიონი წლის. ეს ჯერ კიდევ იქნებოდა ძველი. ეს ჯერ კიდევ იქნებოდა საკმარისი დრო ევოლუციისთვის. მაგრამ ეს იქნებოდა სრულიად განსხვავებული ისტორია. აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პაუზა და ვაღიაროთ რაღაც მნიშვნელოვანი. მეცნიერება არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების წყარო. ის არის პროცესი დაკვირვებისა, ჰიპოთეზის, ტესტირებისა და კორექტირებისა. გეოლოგიური დათარიღება არის ძლიერი ინსტრუმენტი. ის გვაძლევს ჩარჩოს დედამიწის ისტორიის გასაგებად. მაგრამ ის არ არის უტყუარი. ის ეფუძნება დაშვებებს.
და როდესაც ჩვენ ხვდებით მტკიცებულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დაშვებებს, ჩვენ არ უნდა უბულებელყოთ ისინი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ისინი. ჩვენ უნდა გავიგოთ, რას გვეუბნებიან ისინი. და თუ ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენი მოდელები საჭიროებს კორექტირებას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამის გაკეთებისთვის. ეს არის არა სისუსტე. ეს არის ძალა. ძალა სამეცნიერო მეთოდისა. ახლა ამ მომენტში მიმდინარეობს ახალი კვლევები, რომლებიც შეიძლება შეცვალოს ჩვენი გაგება. მეცნიერები იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, მას სპექტრომეტრიას უფრო მაღალი რეზოლუციით, ახალ მეთოდებს ცილების ანალიზისთვის, ახალ გზებს რადიომეტრული დათარიღების შესამოწმებლად. ზოგიერთი ამ კვლევებისა ადასტურებს ტრადიციულ დროის ჩარჩოს. სხვები აჩვენებს ახალ ანომალიებს. მაგრამ ყველა მათგანი აძლიერებს ჩვენს გაგებას იმისა, თუ როგორ მუშაობს დედამიწის ისტორია. 2020 წელს ჯგუფმა მეცნიერებისა დაიწყო პროექტი, რომელიც ეწოდება დინოზავრისტნ პროექტი. მათი მიზანია ამოიღონ და გაანალიზონ დინოზავრების ძვლებიდან. თუ ისინი წარმატებული იქნებიან, ეს იქნება უზარმაზარი მიღწევა. მაგრამ ეს ასევე შექმნის ახალ კითხვებს. რადგან როგორც ცილები არ უნდა შენარჩუნდეს ათობით მილიონი წლის განმავლობაში. სხვა მეცნიერები მუშაობენ ახალ რადიომეტრული დათარიღების მეთოდებზე, რომლებიც ნაკლებად დამოკიდებულია დაშვებებზე საწყისი პირობების შესახებ. ისინი იყენებენ იზოქრონულ მეთოდებს, რომლებიც ადარებს რამდენიმე ნიმუშს ერთი ქანიდან. ისინი იყენებენ ახალ ტექნიკას და ხურული სისტემის შესამოწმებლად. ყველა ეს კვლევა მნიშვნელოვანია. რადგან მეცნიერება მოძრაობს წინ არა დოგმის დაცვით, არამედ კითხვების დასმით. ასე რომ, აქ ჩვენ ვდგავართ. ჩვენ გვაქვს რბილი ქსოვილი ძვლებში, რომლებსაც თითქოს 70 მილიონი წელია. ჩვენ გვაქვს ნახშირბადი 14 ალმასებში, რომლებსაც თითქოს მილიარდობით წელია. ჩვენ გვაქვს რადიომეტრული თარიღები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეწინააღმდეგება გეოლოგიურ კონტექსტს. ჩვენ გვაქვს დათარიღების მეთოდები, რომლებიც ეფუძნება დაშვებებს, რომლებიც შეიძლება იყოს სწორი, მაგრამ შეიძლება იყოს არასწორი. და ჩვენ გვაქვს კითხვა, რომელიც ხდება უფრო და უფრო გაუცილებელი, რამდენად კარგად ჩვენ რეალურად ვიცით დედამიწის ასაკი. პასუხი შეიძლება გაგაკვირვოთ. რადგან როდესაც თქვენ იწყებთ ამ მტკიცებულებების შესწავლას, როდესაც თქვენ იწყებთ ამ დაშვებების გამოკვლევას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ცოდნა არ არის ისეთი მყარი, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. ეს არ არის მოწოდება უარყოთ მეცნიერება. ეს არის მოწოდება გავაკეთოთ მეცნიერება უკეთ. უფრო ფრთხილად. უფრო თავმდაბლად. უფრო ღიად ახალი მტკიცებულებებისთვის. რადგან როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ შეზღუდვებს, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს დაშვებებს, ჩვენ ხსნით კარს ახალი აღმოჩენებისთვის. ახალი გაგებისთვის. ახალი ჭეშმარიტებისთვის. და ეს არის ის, რაც ხდის მეცნიერებას ასე ლამაზს. არა ის, რომ ის გვაძლევს საბოლოო პასუხებს. არამედ ის, რომ ის აგრძელებს კითხვების დასმას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შედიხართ ოთახში, სადაც კედელზე ჩამოკიდებულია 5 საათი. ყველა მათგანი მუშაობს. ყველა მათგანი ტიკ-ტაკს ასმენს. მაგრამ პირველი აჩვენებს 9 საათს. მეორე 11-ს. მესამე 2-ს. მეოთხე 6-ს. მეხუთე 4-ს. რომელს დაუჯერებდით? ალბათ, თქვენ გამოიტანდით ტელეფონს და შეამოწმებდით რეალურ დროს. მაგრამ რა მოხდება, თუ ტელეფონი არ გაქვთ? რა მოხდება, თუ არ არსებობს გარე სტანდარტი, რომელთანაც შეადარებთ? მაშინ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ან ყველა საათი არის გაფუჭებული, ან ზოგიერთი მათგანი. მაგრამ როგორ გაიგებთ რომელი? ეს არ არის აბსტრაქტული თავსატეხი. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ გეოლოგიურ დათარიღებასთან. ჩვენ გვაქვს მრავალი საათი, მრავალი მეთოდი დროის გასაზომად. და ხშირად ისინი გვეუბნებიან სრულიად განსხვავებულ ისტორიებს იმავე ქანის შესახებ. 2020 წელს ავსტრალიელმა გეოლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც შეაშფოთა სამეცნიერო საზოგადოება. ისინი შეისწავლიდნენ მეტეორიტს, რომელიც დაეცა კარდიფთან ახლოს, ახალ სამხრეთ უელსში 1974 წელს. ეს იყო ქონდრიტი, ქვის მეტეორიტი, რომელიც შეიცავს პატარა სფეროებს, რომლებსაც ეწოდება ქონდრულები. მეტეორიტები არის იდეალური ობიექტები დათარიღებისთვის, რადგან ისინი წარმოიქმნენ მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში და არ განიცადეს გეოლოგიური პროცესები, რომლებიც შეცვლიდა დედამიწის ქანებს. ისინი არიან ფაქტობრივად დროის კაფსულები 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინანდელი ეპოქიდან.
ავსტრალიელმა გუნდმა გამოიყენა 6 სხვადასხვა რადიომეტრული მეთოდი ამ მეტეორიტის დასათარიღებლად. ურანი ტყუის მეთოდი მისცა 4,554,000,000 წელი. რუბიდიუმ სტრონციუმის მეთოდი მისცა 4,430,000,000 წელი. სამარიუმ ნეოდიმიუმის მეთოდი მისცა 4,429,000,000 წელი. ლუტეციუმ ჰაფნიუმის მეთოდი მისცა 4,530,000,000 წელი. რენიუმ ოსმიუმის მეთოდი მისცა 4,521,000,000 წელი. კალიუმ არგონის მეთოდი მისცა 4,394,000,000 წელი. ერთი შეხედვით ეს გამოიყურება როგორც ტრიუმფი. 6 დამოუკიდებელი მეთოდი, ყველა მათგანი იძლევა ასაკს დაახლოებით 4,500,000,000 წელს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ველით მზის სისტემის ადრეული მასალისგან. მაგრამ შეამჩნიეთ რაღაც. განსხვავება ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ შედეგს შორის არის 230,000,000 წელი. ეს არის განსხვავება, რომელიც უფრო დიდია ვიდრე მთელი მეზოზოური ერა, მთელი დროის პერიოდი დინოზავრების არსებობისა. თუ ეს მეთოდები რეალურად არის ზუსტი და დამოუკიდებელი, როგორ შეიძლება ისინი განსხვავდებოდნენ 230,000,000 წლით? პასუხი, რომელსაც გეოლოგები გვთავაზობენ, არის რომ თითოეული მეთოდი ზომავს განსხვავებულ მოვლენას მეტეორიტის ისტორიაში. ურანი ტყუის სისტემა იხურება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, ასე რომ ის ზომავს როდის გაცივდა მეტეორიტი პირველად. კალიუმ არგონის სისტემა იხურება უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ასე რომ ის ზომავს უფრო გვიან მოვლენას. ეს არის ლოგიკური ახსნა. მაგრამ ის ქმნის ახალ პრობლემას. თუ სხვადასხვა მეთოდები ზომავენ სხვადასხვა მოვლენებს, მაშინ ისინი აღარ არიან დამოუკიდებელი დადასტურება ერთმანეთისა. ისინი არიან უბრალოდ სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც ზომავენ სხვადასხვა რამეებს. და აქ არის უფრო ღრმა პრობლემა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა იხურება გარკვეულ ტემპერატურაზე, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ვიცით რა ტემპერატურაზე ხდება ეს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ვიცით რამდენად სწრაფად ცივდებოდა მეტეორიტი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ვიცით არ იყო სხვა მოვლენები, შეჯახებები, გათბობა, მეტამორფიზმი, რომლებმაც შეიძლება გადააყენა ეს საათები. ყოველი ეს დაშვება ემატება გაურკვევლობას. და როდესაც თქვენ აერთიანებთ ყველა ამ გაურკვევლობას, 230,000,000 წლის განსხვავება აღარ გამოიყურება ისეთი მცირე. ახლა გადადით კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაზომოთ არა ერთი მეტეორიტის ასაკი, არამედ მთელი პლანეტის ასაკი. როგორ გააკეთებდით ამას? თქვენ ვერ გაზომავთ დედამიწას პირდაპირ, რადგან დედამიწის ზედაპირი მუდმივად იცვლება. პლიტების ტექტონიკა ანადგურებს ძველ ქერხს და ქმნის ახალს. ყველაზე ძველი ქანები, რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ დედამიწაზე არის. დაახლოებით 4,080,000,000 წლის ცირკონის კრისტალები კანადაში და ავსტრალიაში. მაგრამ ეს არ არის დედამიწის ასაკი. ეს არის უბრალოდ ყველაზე ძველი ქანების ასაკი, რომლებიც შემორჩა. დედამიწა თავად უნდა იყოს უფრო ძველი. ასე რომ გეოლოგები აკეთებენ რაღაც ჭკვიანურს. ისინი ზომავენ მეტეორიტებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მეტეორიტები და დედამიწა წარმოიქმნენ ერთდროულად იმავე პირველადი ნივთიერებისგან, რომელიც ირგვლივ ტრიალებდა ახალგაზრდა მზეს. ასე რომ თუ ისინი გაზომავენ მეტეორიტების ასაკს, ისინი მიიღებენ დედამიწის ასაკს. ეს არის ლოგიკური მიდგომა. მაგრამ შეამჩნიეთ, რამდენი ნაბიჯია ამ ლოგიკაში. პირველი, ჩვენ ვზომავთ იზოტოპურ თანაფარდობებს მეტეორიტში, ობიექტში, რომელიც არის რამდენიმე სანტიმეტრის ზომის. მეორე, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს თანაფარდობები გვეუბნება რაღაცას დროის შესახებ. მესამე, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს დრო წარმოადგენს მეტეორიტის წარმოქმნის დროს. მეოთხე, ჩვენ ვარაუდობთ, რომ მეტეორიტი წარმოიქმნა იმავე დროს, როდესაც დედამიწა. მეხუთე, ჩვენ ვასკვნით, რომ დედამიწას აქვს იგივე ასაკი. ეს არის 5 ნაბიჯი. 5 დაშვება. და თითოეული ნაბიჯი არის ექსტრაპოლაცია, ნახტომი მცირე მასშტაბიდან დიდ მასშტაბზე, ცნობილიდან უცნობზე. და აქ ამბავი ხდება კიდევ უფრო საინტერესო. რადგან როდესაც გეოლოგები იწყებენ ტყუის იზოტოპების დეტალურ შესწავლას დედამიწის ქანებში, ისინი აღმოაჩენენ რაღაც უცნაურს. ტყვია აქვს 4 სტაბილური იზოტოპი, ტყვია 204, ტყვია 206, ტყვია 207 და ტყვია 208. სამი მათგანი 206, 207 და 208 არიან რადიოგენული, რაც ნიშნავს, რომ ისინი წარმოიქმნენ რადიოაქტიური დაშლიდან. ტყვია 204 არის პირველადი, ის იყო იქ დასაწყისიდან.
თუ დედამიწა რეალურად არის 4 მილიარდ 600 მილიონი წლის და თუ ურანი და თორიუმი იშლებოდნენ ამ მთელი დროის განმავლობაში, მაშინ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გარკვეულ თანაფარდობას რადიოგენულ ტყვის იზოტოპებს შორის. და ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ამას. მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთ ქანში თანაფარდობები არის არასწორი. ზოგიერთ ქანში არის ძალიან ბევრი ტყვია 206 და ძალიან ცოტა ტყვია 207. ზოგიერთ ქანში პირიქით. გეოლოგები ახსნიან ამას იმით, რომ სხვადასხვა ქანები წარმოიქმნენ სხვადასხვა წყაროებიდან სხვადასხვა იზოტოპური კომპოზიციებით. ეს არის გონივრული ახსნა. მაგრამ ის ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავზომოთ ტყვის იზოტოპები ნებისმიერ ქანში და მივიღოთ დედამიწის ასაკი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საწყისი იზოტოპური კომპოზიცია. და ჩვენ არ ვიცით ეს. ასე რომ ჩვენ ვაკეთებთ მოდელს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ დედამიწა დაიწყო გარკვეული იზოტოპური კომპოზიციით, რომელიც მსგავსია მეტეორიტებისა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ურანი და თორიუმი იშლებოდნენ მუდმივი სიჩქარით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ტყვია არ დაემატა ან არ გამოიტანა. და შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ გამოთვლებს. და ჩვენ ვიღებთ 4 მილიარდ 600 მილიონ წელს. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენი დაშვებები არის არასწორი? რა მოხდება, თუ საწყისი იზოტოპური კომპოზიცია იყო განსხვავებული? რა მოხდება, თუ დაშლის სიჩქარეები არ იყო მუდმივი? რა მოხდება, თუ ტყვია მიგრირდა? მაშინ ჩვენი გამოთვლილი ასაკი იქნებოდა არასწორი. შესაძლოა ძალიან არასწორი. ახლა, ვიცი რას ფიქრობთ. თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც კონსპირაციული თეორია. როგორც მცდელობა დისკრედიტაცია გაუკეთოს მთელ გეოლოგიას, მაგრამ ეს არ არის კონსპირაციული თეორია. ეს არის მეთოდოლოგიური ანალიზი. და ის მოდის არა კრეაციონისტებისგან, არამედ თავად გეოლოგებისგან. 2010 წელს ბრიტანელმა გეოლოგმა დერეკ ეიჯერმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით დედამიწის ასაკის დათარიღება, შესავალი გეოქრონოლოგიაში. ეს არის სტანდარტული სახელმძღვანელო უნივერსიტეტებში. და მასში ეიჯერი აღიარებს პრობლემას, რომელსაც ის უწოდებს წრიულ მსჯელობას. ის წერს, გეოლოგიური დათარიღება ეფუძნება ორ დამოუკიდებელ მეთოდს, რადიომეტრულ დათარიღებას და ბიოსტრატიგრაფიას ფოსილიების გამოყენებას ქანების დასათარიღებლად. თეორიულად ეს ორი მეთოდი უნდა იყოს დამოუკიდებელი. პრაქტიკაში ისინი არიან ურთიერთდამოკიდებული, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ როდესაც გეოლოგები იყენებენ რადიომეტრულ დათარიღებას, ისინი ხშირად ამოწმებენ შედეგებს ფოსილიური ჩანაწერის მიხედვით. თუ რადიომეტრული თარიღი არ ემთხვევა ფოსილიურ ასაკს, ისინი ეჭვობენ, რომ რაღაც არის არასწორი რადიომეტრულ თარიღთან. და პირიქით, როდესაც ისინი იყენებენ ფოსილიებს ქანების დასათარიღებლად, ისინი ხშირად ეყრდნობიან რადიომეტრულ თარიღებს იმის დასადგენად, თუ რა ასაკის უნდა იყოს ეს ფოსილიები. ეს არის წრე. და ეს არის პრობლემა. მოდით, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. კემბრიული აფეთქება არის მოვლენა დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ, როდესაც უზარმაზარი მრავალფეროვნება კომპლექსური ცხოველების ფორმების გამოჩნდა ფოსილიურ ჩანაწერში ძალიან მოკლე დროის განმავლობაში, შესაძლოა 10 ან 20 მილიონი წლის განმავლობაში. როგორ ვიცით, რომ კემბრიული აფეთქება მოხდა 540 მილიონი წლის წინ? ჩვენ ვიცით ეს, რადგან ჩვენ გავზომეთ რადიომეტრული ასაკები ვულკანური ფენებისა, რომლებიც არიან ზემოთ და ქვემოთ კემბრიული ფოსილიებისა. ეს ფენები გვაძლევენ ასაკებს დაახლოებით 540 მილიონ წელს. მაგრამ როგორ ვიცით, რომ ეს რადიომეტრული ასაკები არის სწორი? ჩვენ ვიცით ეს, რადგან ისინი ემთხვევა ფოსილიურ ჩანაწერს. კემბრიული ფოსილიები გვხვდება ქანებში, რომლებიც რადიომეტრულად დათარიღებულია 540 მილიონი წლით. ხედავთ წრეს? ჩვენ ვიყენებთ რადიომეტრულ დათარიღებას ფოსილიების დასათარიღებლად. ჩვენ ვიყენებთ ფოსილიებს რადიომეტრული თარიღების დასადასტურებლად. ეს არის არადამოუკიდებელი დადასტურება. ეს არის წრიული ლოგიკა. ახლა აქ არის სადაც ამბავი ხდება რეალურად საკამათო. რადგან ზოგიერთი მეცნიერი იწყებს კითხვის დასმას, რა მოხდება, თუ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები არ იყო ყოველთვის მუდმივი. ეს ჟღერს ერეტიკულად. ფიზიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არის, რომ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები არის მუდმივი. ისინი არ იცვლებიან ტემპერატურით. ისინი არ იცვლებიან წნევით. ისინი არ იცვლებიან ქიმიური გარემოთი. მაგრამ აქ არის რაც საინტერესოა. ყველა ეს ექსპერიმენტები ჩატარებულია ნორმალურ პირობებში და მოკლე დროის მასშტაბებზე.
ჩვენ ვზომავთ დაშლის სიჩქარეებს დღეებში, კვირებში, წლებში. ჩვენ არ ვზომავთ მათ მილიონობით წლებში. და ჩვენ ვზომავთ მათ პირობებში, რომლებიც არის შედარებით მშვიდი. ჩვენ არ ვზომავთ მათ პირობებში ინტენსიური კოსმოსური რადიაციისა, ან ექსტრემალური გრავიტაციული ველებისა, ან სხვა ექსტრემალური ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება არსებობდა დედამიწის ადრეულ ისტორიაში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაშლის სიჩქარეები არის მუდმივი, ჩვენ რეალურად ვამბობთ, დაშლის სიჩქარეები არის მუდმივი ყველა პირობებში, რომლებიც ჩვენ შევამოწმეთ. ეს არ არის იგივე, რაც თქმა. დაშლის სიჩქარეები არის მუდმივი ყველა შესაძლო პირობებში, და აქ არის სადაც ამბავი ხდება რეალურად ინტრიგული. რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ფიზიკოსებმა დაიწყეს აღმოჩენა, რომ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები შეიძლება არ იყოს სრულიად მუდმივი. 2006 წელს ფიზიკოსებმა პურდუს უნივერსიტეტში შეამჩნიეს რაღაც უცნაური. ისინი ზომავდნენ დაშლის სიჩქარეს მანგანუმ 54-ისა რადიოაქტიური იზოტოპისა, რომელიც გამოიყენება სამედიცინო გამოსახულებაში. და ისინი შეამჩნიეს, რომ დაშლის სიჩქარე ოდნავ იცვლებოდა, დაახლოებით 1%-ით სეზონურად. ეს იყო შოკის მომგვრელი. დაშლის სიჩქარეები არ უნდა იცვლებოდეს სეზონურად. მაგრამ მონაცემები იყო მკაფიო. რაღაც იწვევდა ამ ვარიაციას. შემდგომი კვლევა შესთავაზა ახსნას: ნეიტრინოები. ნეიტრინოები არის სუბატომური ნაწილაკები, რომლებიც მოდიან მზიდან. ისინი გადიან დედამიწაში თითქმის ყოველგვარი ურთიერთქმედების გარეშე. მაგრამ თითქმის არ არის სრულიად. ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ნეიტრინოების ნაკადი იცვლება, როგორც ის იცვლება, როდესაც დედამიწა უახლოვდება და შორდება მზეს თავის ელიფსურ ორბიტაზე, რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები ოდნავ იცვლება. ეფექტი არის მცირე, დაახლოებით 1%. მაგრამ ის არის გაზომვადი. და ის არის განმეორებადი. ახლა 1% არ ჟღერს როგორც დიდი რამ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნეიტრინოების ნაკადი იყო ბევრად უფრო ინტენსიური წარსულში. შესაძლოა, თუ მზე იყო უფრო აქტიური. შესაძლოა, თუ სუპერნოვა აფეთქდა ახლოს. შესაძლოა, თუ დედამიწა გაიარა გალაქტიკის რეგიონში მაღალი კოსმოსური რადიაციით. მაშინ დაშლის სიჩქარეები შეიძლება იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული. და ყველა ჩვენი რადიომეტრული ასაკები იქნებოდა არასწორი. ზოგიერთი ფიზიკოსი მიდის კიდევ უფრო შორს. ისინი ამტკიცებენ, რომ დედამიწის ადრეულ ისტორიაში პირობები შეიძლება იყო ძალიან განსხვავებული ვიდრე დღეს. შესაძლოა დედამიწა იყო გარშემორტყმული ინტენსიური რადიაციის ველით. შესაძლოა მაგნიტური ველი იყო ბევრად უფრო ძლიერი. შესაძლოა ატმოსფერო იყო ბევრად უფრო იონიზებული. ამ პირობებში ატომური ბირთვები შეიძლება ქცეულიყვნენ სხვადასხვა ტიპის რადიაციის ზემოქმედების ქვეშ. და ეს შეიძლება გავლენა მოეხდინა დაშლის სიჩქარეებზე. ეს არის სპეკულატიური თეორია. ის არ არის დამტკიცებული. მაგრამ ის არის შესაძლებელი. და თუ ის არის სწორი, მაშინ ყველა ჩვენი გამოთვლები დედამიწის ასაკის შესახებ უნდა გადაიხედოს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა, რომლითაც ჩვენი დროის ჩარჩო შეიძლება იყოს არასწორი. და ეს არ არის დაკავშირებული რადიომეტრულ დათარიღებასთან. ეს არის დაკავშირებული გეოლოგიურ პროცესებთან. 200 წელზე მეტი ხანია გეოლოგია დომინირებულია პრინციპით, რომელსაც ეწოდება უნიფორმიტარიანიზმი. ეს პრინციპი ამბობს, რომ გეოლოგიური პროცესები, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით დღეს, ეროზია, დანალექი, ვულკანიზმი, მუშაობდნენ იმავე სიჩქარით წარსულშიც. ეს არის ძლიერი პრინციპი. ის ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დაკვირვებები დღეს წარსულის გასაგებად. მაგრამ ის ასევე ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ნელი. ყველაფერი უნდა მოითხოვდეს მილიონობით წელს. მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში გეოლოგები დაიწყეს იმის აღიარება, რომ კატასტროფული მოვლენები რეალურად ხდება. და ისინი შეიძლება შექმნან გეოლოგიურ ფორმაციებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. 1980 წლის მაისის 18-ს სენტ ჰელენსი ამოფრქვდა ვაშინგტონის შტატში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ვულკანური ამოფრქვევა ისტორიაში. გეოლოგებმა დააკვირდნენ ყველაფერს რეალურ დროში. და ისინი დაინახეს რაღაც გასაოცარი. ერთი დღის განმავლობაში, ერთი დღის ამოფრქვევამ შექმნა გეოლოგიური ფორმაციები, რომლებიც გამოიყურებოდა ზუსტად ისე, როგორც ფორმაციები, რომლებსაც გეოლოგები ჩვეულებრივ აინტერპრეტირებდნენ როგორც მილიონობით წლის პროდუქტს. კანიონები, რომლებიც გამოიჭრა ერთი დღით. ფენები დანალექისა, რომლებიც დაწყობილა რამდენიმე საათში.
ქანები, რომლებიც გამაგრდა რამდენიმე კვირაში. თუ გეოლოგი, რომელიც არ იცოდა ამ ოფრქვევის ისტორია, შეისწავლიდა ამ ფორმაციებს, ის დაასკვნიდა, რომ მათ მილიონობით წელი დასჭირდა წარმოქმნისთვის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი წარმოიქმნენ დღეებში და კვირებში. ეს იყო გამაუძებელი მოწოდება გეოლოგიისთვის. ეს აჩვენა, რომ კატასტროფული მოვლენები შეიძლება შექმნან გეოლოგიურ სტრუქტურებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე უნიფორმიტარიანული პროცესები. და ეს იყო არაიზოლირებული შემთხვევა. გეოლოგებმა დაიწყეს მტკიცებულების პოვნა უზარმაზარი წყალდიდობებისთვის წარსულში, წყალდიდობები, რომლებიც იყო 1000-ჯერ უფრო დიდი ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე წყალდიდობა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია მისულას წყალდიდობები. დაახლოებით 15,000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების ეპოქის ბოლოს, უზარმაზარი ყინულის კაშხალი გაიმსხვრა მონტანაში. ეს გაათავისუფლა წყლის მოცულობა, რომელიც უდრიდა ყველა დიდი ტბების წყლის ნახევარს. ეს წყალი გადმოვიდა ვაშინგტონის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში. ის გამოჭრა უზარმაზარ კანიონებს. ის გადაიტანა უზარმაზარ ლოდებს. ის დაწყობა ფენები დანალექისა, რომლებიც სისქით 100 მეტრს აღწევს. თუ ჩვენ არ ვიცოდით ამ წყალდიდობის შესახებ, ჩვენ დავასკვნიდით, რომ ამ ფორმაციებს მილიონობით წელი დასჭირდა წარმოქმნისთვის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი წარმოიქმნენ დღეებში. და აქ არის კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ. რამდენი სხვა გეოლოგიური ფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაინტერპრეტირებთ როგორც მილიონობით წლის პროდუქტს, რეალურად შეიძლება იყოს კატასტროფული მოვლენების პროდუქტი? და აქ არის კიდევ ერთი პრობლემა სტრატიგრაფიასთან, გეოლოგიური ფენების შესწავლასთან. ძირითადი პრინციპი სტრატიგრაფიაში არის, რომ ქვედა ფენები არის უფრო ძველი ვიდრე ზედა ფენები. ეს ჟღერს ლოგიკურად. თუ დანალექი იწყობება ფენა-ფენად, პირველი ფენა უნდა იყოს ქვემოთ. მაგრამ ეს მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ ფენები დაწყობილია ნელა, თანმიმდევრულად ერთი მეორის შემდეგ. რა მოხდება, თუ მრავალი ფენა დაწყობილა ერთდროულად კატასტროფული მოვლენის დროს? მაშინ თანმიმდევრობა აღარ იქნებოდა დროის ჩანაწერი. ის იქნებოდა უბრალოდ თანმიმდევრობა, რომელიც შეიქმნა ერთი მოვლენის დროს. და აქ არის რაც საინტერესოა. გეოლოგები ხშირად პოულობენ ფენებს, რომლებიც არ ემთხვევა მოსალოდნელ თანმიმდევრობას. ზოგჯერ ძველი ფენები არიან ახალი ფენების ზემოთ. ზოგჯერ ფენები არის დახრილი, დაკეცილი, შებრუნებული. გეოლოგები ახსნიან ამას ტექტონიკური პროცესებით, ფენები შეიძლება დაიკეცოს, შებრუნდეს, გადაადგილდეს. ეს არის ლეგიტიმური ახსნა. მაგრამ ის ასევე ნიშნავს, რომ სტრატიგრაფია არ არის მარტივი, პირდაპირი ჩანაწერი დროისა. ის არის კომპლექსური, ინტერპრეტაციული პროცესი. და ეს მიგვიყვანს ფოსილიურ ჩანაწერთან. ფოსილიები არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც გეოლოგები იყენებენ ქანების დასათარიღებლად. პრინციპი არის მარტივი, გარკვეული ფოსილიები გვხვდება მხოლოდ გარკვეულ გეოლოგიურ პერიოდებში. ასე რომ, თუ თქვენ იპოვით ამ ფოსილს ქანში, თქვენ იცით რა ასაკის არის ქანი. მაგრამ აქ არის პრობლემა. როგორ ვიცით რა ასაკის არის ფოსილი? ჩვენ ვიცით ეს, რადგან ჩვენ ვიპოვეთ ის ქანში, რომელიც დათარიღებულია რადიომეტრულად. მაგრამ როგორ ვიცით, რომ რადიომეტრული თარიღი არის სწორი? ჩვენ ვიცით ეს, რადგან ის ემთხვევა ფოსილიურ ასაკს. კვლავ, წრიული ლოგიკა. და აქ არის კიდევ ერთი პრობლემა. ფოსილიური ჩანაწერი არ არის სრული. ის არის ფრაგმენტული. ბევრი ორგანიზმი არ ფოსილდება. ბევრი ფოსილი არ შენარჩუნებულა. ბევრი ფოსილი არ აღმოჩენილა. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გარკვეული ფოსილი გვხვდება მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ჩვენ რეალურად ვამბობთ, ჩვენ ვიპოვეთ ეს ფოსილი მხოლოდ ქანებში, რომლებიც დათარიღებულია ამ პერიოდით. ეს არ არის იგივე, რაც თქმა. ეს ორგანიზმი ცხოვრობდა მხოლოდ ამ პერიოდში და ჩვენ ვიცით, რომ ეს განსხვავება არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითები ორგანიზმებისა, რომლებიც ითვლებოდა გადაშენებულად მილიონობით წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა ცოცხალი. ყველაზე ცნობილი მაგალითია კოელაკანთი. ეს არის დიდი თევზი, რომელიც ფოსილიურ ჩანაწერში გვხვდება ქანებში, რომლებიც დათარიღებულია 400 მილიონიდან 70 მილიონ წლამდე. შემდეგ ის ქრება ფოსილიური ჩანაწერიდან. გეოლოგები დაასკვნიდნენ, რომ კოელაკანთი გადაშენდა 70 მილიონი წლის წინ, დინოზავრებთან ერთად. მაგრამ 1929 წელს მეთევზეებმა დაიჭირეს ცოცხალი კოელაკანთი სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან. ის არ იყო გადაშენებული. ის ცხოვრობდა ღრმა ოკეანეში, სადაც ადამიანები უბრალოდ არ ეძებდნენ მას. მას შემდეგ მეცნიერებმა იპოვეს კოელაკანთის პოპულაციები რამდენიმე ადგილას მსოფლიოში.
ისინი არიან იშვიათი, მაგრამ ისინი არიან ცოცხალი. ასე რომ თუ ჩვენ არ ვიცოდით უკეთ, ჩვენ დავასკვნიდით, რომ ყველა კანტი გადაშენდა 70 მილიონი წლის წინ. მაგრამ ჩვენ ვწდებოდით. ის არ გადაშენდა. ის უბრალოდ ქრება ფოსილიური ჩანაწერიდან. რამდენი სხვა გადაშენებული ორგანიზმი შეიძლება რეალურად იყოს ცოცხალი? რამდენი ძველი ფოსილი შეიძლება რეალურად იყოს ბევრად უფრო ახალი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ? ახლა შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ ამ ნაწილში. ჩვენ გვაქვს რადიომეტრული დათარიღების მეთოდები, რომლებიც იძლევა სხვადასხვა შედეგებს იმავე ქანისთვის, განსხვავებები, რომლებიც აღწევს ასობით მილიონ წელს. ჩვენ გვაქვს წრიული ლოგიკა, სადაც რადიომეტრული თარიღები და ფოსილიური ასაკები ადასტურებენ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები შეიძლება არ იყოს სრულიად მუდმივი. ისინი შეიძლება იცვლებოდნენ ნეიტრინოების ნაკადით და სხვა ფაქტორებით. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ გეოლოგიური ფორმაციები შეიძლება წარმოიქმნას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე უნიფორმიტარიანული მოდელი ვარაუდობს, დღეებში და კვირებში, არა მილიონობით წლებში. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ფოსილიური ჩანაწერი არ არის სრული და შეიძლება იყოს შეცდომაში გადაშენების თარიღების შესახებ. თითოეული ეს ფაქტორი ცალკე შეიძლება არ იყოს საკმარისი დროის ჩარჩოს შესაცვლელად. მაგრამ ერთად ისინი ქმნიან თანმიმდევრულ სურათს, სადაც ჩვენი ტრადიციული დროის ჩარჩო შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გაზვიადებული. ასე რომ რა იქნებოდა ალტერნატიული დროის ჩარჩო? როგორ გამოიყურებოდა დედამიწის ისტორია, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა ამ ფაქტორს? ერთი შესაძლებლობა არის, რომ რადიომეტრული ასაკები სისტემატურად გაზვიადებულია ფაქტორით 10 ან მეტი. ეს ნიშნავდა, რომ დედამიწა, რომელსაც 4 მილიარდ 600 მილიონი წელია, რეალურად შეიძლება იყოს 460 მილიონი წლის. ან 46 მილიონი წლის. მეორე შესაძლებლობა არის, რომ გეოლოგიური პროცესები იყო ბევრად უფრო სწრაფი წარსულში. ეს ნიშნავდა, რომ ფორმაციები, რომლებსაც ჩვენ ვაინტერპრეტირებთ როგორც მილიონობით წლის პროდუქტს, რეალურად შეიძლება წარმოიქმნა ათასობით ან ასობით ათასი წლის განმავლობაში. მესამე შესაძლებლობა არის, რომ ორივე ფაქტორი მოქმედებდა ერთდროულად. რადიომეტრული ასაკები გაზვიადებულია და გეოლოგიური პროცესები იყო უფრო სწრაფი. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი იქნებოდა დედამიწა, რომელიც ბევრად უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ჩვენი ტრადიციული მოდელი ვარაუდობს. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პაუზა და ვაღიაროთ რაღაც მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არ არის მოწოდება უარყოფით მეცნიერება. პირიქით. ეს არის მოწოდება გავაკეთოთ მეცნიერება უკეთ. მეცნიერება არის პროცესი. პროცესი დაკვირვებისა, ჰიპოთეზის, ტესტირებისა და კორექტირებისა. და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის იმის დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ სწორი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის გაგება, თუ რა რეალურად ხდება. როდესაც ჩვენ ხვდებით მტკიცებულებებს, რომლებიც არ ემთხვევა ჩვენს მოდელებს, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ ეს მტკიცებულებები, ან ავხსნათ ისინი ერთად თეორიებით. ან ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მოდელებს. პირველი არჩევანი არის უფრო მარტივი. მაგრამ მეორე არჩევანი არის უფრო მეცნიერული. რადგან მეცნიერება მოძრაობს წინ არა დოგმის დაცვით, არამედ კითხვების დასმით. არა ძველი იდეების დაცვით, არამედ ახალი იდეების ტესტირებით. არა ჩვენი ეგოს დაცვით, არამედ სიმართლის ძიებით. ასე რომ, აქ ჩვენ ვდგავართ. ჩვენ განვიხილეთ მეთოდოლოგიური პრობლემები რადიომეტრულ დათარიღებაში. ჩვენ დავინახეთ წრიული ლოგიკა გეოლოგიურ დათარიღებაში. ჩვენ გავაანალიზეთ შესაძლებლობა, რომ დაშლის სიჩქარეები არ იყო მუდმივი. ჩვენ განვიხილეთ მტკიცებულება კატასტროფული გეოლოგიური პროცესებისთვის. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვუპასუხეთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, თუ ტრადიციული დროის ჩარჩო საჭიროებს კორექტირებას, რა არის რეალური ასაკი დედამიწისა? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ეს? რა ახალი მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ? რა ახალი მიდგომები შეიძლება დაგვეხმაროს? და რა ფილოსოფიური იმპლიკაციები აქვს ამას ჩვენი გაგებისთვის დროის, ისტორიის და თავად რეალობის ბუნებისა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ შემდეგ. რადგან მეცნიერება არ ჩერდება პრობლემების იდენტიფიცირებაზე. მეცნიერება გრძელდება გადაწყვეტილებების ძიებაზე. და ამ ძიებაში ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ რაღაც კიდევ უფრო ღრმა, ახალი გაგება არა მხოლოდ დედამიწის ასაკისა, არამედ თავად დროის ბუნებისა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მეცნიერი, რომელიც მთელი თქვენი კარიერა დახარჯეთ გეოლოგიური დათარიღების მეთოდების დახვეწაზე. თქვენ გამოაქვეყნეთ ასობით სტატია. თქვენ მიიღეთ გრანტები. თქვენ ასწავლეთ ათასობით სტუდენტს. თქვენი მთელი პროფესიული იდენტობა აშენებულია იმ დაშვებაზე, რომ ეს მეთოდები მუშაობს. და შემდეგ თქვენ იწყებთ ანომალიების ხილვას. პირველი, თქვენ ამბობთ თავისთვის, ეს არის დაბინძურება, მეორე, ეს არის ლაბორატორიული შეცდომა, მესამე, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, მაგრამ ანომალიები აგრძელებენ დაგროვებას. 10, 20, 40, 100. რა მომენტში თქვენ იწყებთ ეჩვის შეტანას არა ანომალიებში, არამედ თავად მეთოდში. ეს არის არა ჰიპოთეტური სიტუაცია. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება დღეს გეოლოგიურ საზოგადოებაში. და ის, რაც ამას ასე საინტერესოს ხდის, არის ის, რომ კრიტიკა მოდის არა გარედან, არამედ შიგნიდან. მოდის თავად მეცნიერებისგან. 2005 წელს დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კვლევითი პროექტი გეოლოგიური დათარიღების ისტორიაში. მას ეწოდა Radioisotopes and the Age of the Earth. ეს იყო 8 წლიანი პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა ფიზიკოსები, გეოლოგები და გეოქიმიკოსები რამდენიმე უნივერსიტეტიდან და კვლევითი ინსტიტუტიდან. მათი მიზანი იყო არა იდეოლოგიური. ის იყო ემპირიული, შეამოწმონ რადიომეტრული დათარიღების მეთოდების საფუძვლები. გაეზომათ რეალური მონაცემები. შეესწავლათ რეალური ნიმუშები. და დაენახათ, რას გვეუბნება მეცნიერება. და ისინი აღმოაჩინეს რაღაც, რამაც შეაშფოთა მთელი სამეცნიერო საზოგადოება. პირველი, ისინი გაზომეს ჰელიუმის დიფუზიის სიჩქარეები ცირკონის კრისტალებში. ცირკონი არის მინერალი, რომელიც შეიცავს ურანს. როდესაც ურანი იშლება, ის წარმოქმნის ჰელიუმს, მსუბუქ გაზს, რომელიც ნელ-ნელა დიფუზდება კრისტალიდან. თუ ეს ცირკონის კრისტალები რეალურად არის 1,500,000,000 წლის, როგორც რადიომეტრული დათარიღება გვთავაზობს, მაშინ თითქმის ყველა ჰელიუმი უნდა გაფანტულიყო. მაგრამ როდესაც ჯგუფმა გაზომა ჰელიუმის რაოდენობა, ისინი აღმოაჩინეს, რომ კრისტალები ჯერ კიდევ შეიცავდნენ ძალიან ბევრ ჰელიუმს, ბევრად მეც ვიდრე უნდა იყოს, თუ ისინი რეალურად იყო მილიარდობით წლის. შემდეგ ისინი გაზომეს ჰელიუმის დიფუზიის სიჩქარე ლაბორატორიაში. და ისინი აღმოაჩინეს, რომ ჰელიუმი დიფუზდება ზუსტად იმ სიჩქარით, რომელიც პროგნოზირებულია ფიზიკური თეორიით. არანაირი ანომალია. არანაირი შენელება. ეს ნიშნავს, რომ ჰელიუმი, რომელიც ახლა არის ამ კრისტალებში, არ შეიძლება იყოს იქ მილიარდობით წლის განმავლობაში. ის უნდა დაგროვდა ბევრად უფრო მოკლე დროის განმავლობაში. რამდენად მოკლე? ჯგუფის გამოთვლებით, დაახლოებით 6,000-დან 10,000 წლამდე. როდესაც ჯგუფმა გამოაქვეყნა ეს შედეგები, რეაქცია იყო სწრაფი და ინტენსიური. ზოგიერთმა მეცნიერმა უარყო აღმოჩენები სრულიად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯგუფი იყო იდეოლოგიურად მოტივირებული, რომ ისინი ეძებდნენ მტკიცებულებას ახალგაზრდა დედამიწისთვის და ამიტომ არასწორად ინტერპრეტირებდნენ მონაცემებს. მაგრამ სხვა მეცნიერები, რომლებიც არ იზიარებდნენ ჯგუფის თეოლოგიურ შეხედულებებს, დაიწყეს მონაცემების უფრო ფრთხილად შესწავლა. და ისინი აღმოაჩინეს რაღაც საინტერესო, მონაცემები თავად იყო მყარი. გაზომვები იყო ზუსტი. ექსპერიმენტული პროცედურები იყო სწორი. პრობლემა არ იყო მონაცემებში. პრობლემა იყო ინტერპრეტაციაში. 2009 წელს ფიზიკოსმა ლოუელ ჰამფრისმა, ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა, გამოაქვეყნა დეტალური ანალიზი ჰელიუმის დიფუზიის მონაცემებისა. ის აჩვენა, რომ არსებობს მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა, ან ცირკონის კრისტალები არ არის 1,500,000,000 წლის, ისინი ბევრად უფრო ახალგაზრდაა. ან რადიოაქტიური დაშლა იყო ბევრად უფრო სწრაფი წარსულში, შესაძლოა მილიონჯერ უფრო სწრაფი და შემდეგ შენელდა თანამედროვე სიჩქარემდე. ორივე ახსნა არის რევოლუციური. ორივე მოითხოვს ფუნდამენტურ გადახედვას ჩვენი გაგებისა დედამიწის ისტორიის შესახებ. მოდით, განვიხილოთ მეორე ახსნა უფრო დეტალურად, რადგან ის არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საკამათო. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ადრეულ ისტორიაში, შესაძლოა დედამიწის ფორმირების დროს, ან შესაძლოა გლობალური კატასტროფის დროს რაღაც მოხდა, რამაც გამოიწვია რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეების დრამატული ზრდა. შესაძლოა ეს იყო ინტენსიური კოსმოსური რადიაციის ნაკადი. შესაძლოა ეს იყო ცვლილება ფუნდამენტურ ფიზიკურ კონსტანტებში. შესაძლოა ეს იყო რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ გვესმის.
ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა რამდენიმე წლის ან რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, რადიოაქტიური დაშლა მოხდა ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე დღეს. ურანი, რომელიც ჩვეულებრივ იშლება მილიარდობით წლის განმავლობაში, დაიშალა ათასობით წლის განმავლობაში. კალიუმი, რომელიც ჩვეულებრივ იშლება მილიარდობით წლის განმავლობაში, დაიშალა ათასობით წლის განმავლობაში. ეს დაშლა წარმოქმნიდა უზარმაზარ რაოდენობას ჰელიუმს, რადონს და სხვა გაზებს. ეს გაზები დაიწყებდა დიფუზიას ქანებიდან. მაგრამ დიფუზია არის ნელი პროცესი. ასე რომ დღესაც, ათასობით წლის შემდეგ, ბევრი ამ გაზებისა ჯერ კიდევ არის ქანებში. ეს ახსნის ჰელიუმის პარადოქსს. ეს ახსნის, რატომ ქანები გამოიყურებიან ძველად რადიომეტრული დათარიღებით, რადგან ისინი შეიცავენ ბევრ შვილობილ იზოტოპებს, მაგრამ ჯერ კიდევ შეიცავენ ბევრ ჰელიუმს, რომელიც უნდა გაფანტულიყო, თუ ისინი რეალურად იყო მილიარდობით წლის. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელსაც ყველა სვამს, როგორ შეიძლება რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები შეიცვალოს. ეს არის ბირთვული პროცესი. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე პირობებზე. და ეს არის სწორი, ნორმალურ პირობებში. მაგრამ რა მოხდება ექსტრემალურ პირობებში? ფიზიკოსებმა იციან, რომ რადიოაქტიური დაშლა არის კვანტური პროცესი. ის ხდება, როდესაც ნაწილაკი გვირაბს გადის ენერგიულ ბარიერს. ამ გვირაბის გავლის ალბათობა დამოკიდებულია ბარიერის სიმაღლეზე და სიგანეზე. ნორმალურ პირობებში ეს ბარიერი არის მუდმივი. მაგრამ რა მოხდება, თუ რაღაც შეცვლის ამ ბარიერს? რა მოხდება, თუ ინტენსიური ნეიტრინოების ნაკადი ან ძლიერი გრავიტაციული ველი ან ცვლილება ფუნდამენტურ კონსტანტებში შეცვლის ენერგიულ ლანდშაფტს ატომური ბირთვის გარშემო? მაშინ გვირაბის გავლის ალბათობა შეიცვლება. და დაშლის სიჩქარე შეიცვლება. ეს არის არა მხოლოდ თეორიული სპეკულაცია. ფიზიკოსებმა უკვე დააკვირდნენ, რომ ზოგიერთი ტიპის რადიოაქტიური დაშლა, კერძოდ ელექტრონული ჩაჭერა, შეიძლება იყოს გავლენილი გარე ფაქტორებით. ეფექტი არის მცირე, მაგრამ ის არსებობს. და თუ ერთი ტიპის დაშლა შეიძლება იყოს გავლენილი, შესაძლოა სხვა ტიპებიც შეიძლება ექსტრემალურ პირობებში, რომლებსაც ჩვენ არ შევამოწმეთ. და აქ ამბავი ხდება კიდევ უფრო ინტრიგული. რადგან ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები შეიძლება იყო განსხვავებული წარსულში. შესაძლოა თავად სინათლის სიჩქარე იყო განსხვავებული. ეს ჟღერს ერეტიკულად. სინათლის სიჩქარე არის ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტანტი ფიზიკაში. მთელი თანამედროვე ფიზიკა, აინშტაინის ფარდობითობა, კვანტური მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი ეფუძნება დაშვებას, რომ სინათლის სიჩქარე არის მუდმივი. მაგრამ აქ არის რაც საინტერესოა. ეს დაშვება არასოდეს არ ყოფილა პირდაპირ შემოწმებული დიდ დროის მასშტაბებზე. ჩვენ გავზომეთ სინათლის სიჩქარე ბოლო რამდენიმე ასი წლის განმავლობაში. ჩვენ არ გავზომეთ ის ათასობით ან მილიონობით წლის განმავლობაში. 2000 წელს ავსტრალიელმა ფიზიკოსმა ბარი სეტერფილდმა გამოაქვეყნა ანალიზი ისტორიული გაზომებისა სინათლის სიჩქარისა. ის შეაგროვა ყველა გაზომვა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა, დაწყებული 1757 წლიდან, როდესაც ოლე რომერმა პირველად გაზომა სინათლის სიჩქარე იუპიტერის მთვარეების დაკვირვებით. და ის აღმოაჩინა რაღაც უცნაური. ადრეული გაზომები 1757, 1759, 1758 საუკუნეებში იძლეოდა მნიშვნელობებს, რომლებიც იყო ოდნავ უფრო მაღალი ვიდრე თანამედროვე მნიშვნელობა. სეტერფილდმა დაასკვნა, რომ სინათლის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება. ეფექტი არის მცირე, შესაძლოა რამდენიმე პროცენტი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა უკან დროში, მაშინ სინათლის სიჩქარე შეიძლება იყო ბევრად უფრო მაღალი ათასობით წლის წინ. და თუ სინათლის სიჩქარე იყო განსხვავებული, მაშინ ყველა ფიზიკური პროცესი, რომელიც დამოკიდებულია სინათლის სიჩქარეზე, მათ შორის რადიოაქტიური დაშლა, ასევე იქნებოდა განსხვავებული. ახლა, ვიცი რას ფიქრობთ. თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. როგორც მცდელობა გაამართლოს წინასწარ განსაზღვრული დასკვნა, და ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ბევრი ამ კვლევებისა რეალურად არის მოტივირებული რელიგიური რწმენით ახალგაზრდა დედამიწაში, რწმენით ბიბლიურ წყალდიდობაში. მაგრამ აქ არის რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, მოტივაცია არ განსაზღვრავს ვალიდურობას. მეცნიერული იდეა არ არის სწორი ან არასწორი იმის მიხედვით, თუ ვინ მას გვთავაზობს ან რატომ. ის არის სწორი ან არასწორი იმის მიხედვით, თუ ემთხვევა თუ არა ის მტკიცებულებებს. ასე რომ მოდით შევაფასოთ ეს იდეები მათი დამსახურებით. მოდით დავსვათ კითხვები, არის თუ არა მონაცემები რეალური.
დიახ, ჰელიუმის შემცველობა ცირკონში არის გაზომვადი. ნახშირბადი 14 ალმასებში არის გაზომვადი. რბილი ქსოვილი დინოზავრების ძვლებში არის გაზომვადი. არის თუ არა ექსპერიმენტული პროცედურების სწორი? ზოგადად დიახ. ეს არის სტანდარტული ლაბორატორიული მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ყველგან. არის თუ არა ინტერპრეტაცია ლოგიკური? აქ ხდება დებატი. ტრადიციული ინტერპრეტაცია ამბობს, ეს ანომალიები არის დაბინძურება ან განსაკუთრებული შემთხვევები. ალტერნატიული ინტერპრეტაცია ამბობს, ეს ანომალიები არის სისტემური და მიუთითებს ფუნდამენტურ პრობლემაზე ჩვენს მოდელებში. ორივე ინტერპრეტაცია არის ლოგიკურად შესაძლებელი. კითხვა არის, რომელი უკეთ ახსნის ყველა მონაცემს? აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ოკამის საპარსი პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ უმარტივესი ახსნა, რომელიც ემთხვევა ყველა მონაცემს, ალბათ არის სწორი. ასე რომ, მოდით შევადაროთ ორი ახსნა. ტრადიციული დედამიწა არის 4 მილიარდ 600 მილიონი წლის რადიომეტრული დათარიღება ზოგადად მუშაობს, მაგრამ არსებობს მრავალი ანომალია. რბილი ქსოვილი დინოზავრების ძვლებში ახსნა, რკინის კონსერვაცია, ნახშირბადი 14 ალმასებში ახსნა, დაბინძურება ჰელიუმი ცირკონში ახსნა, განსაკუთრებული დიფუზიის ბარიერები, რადიომეტრული თარიღების შეუსაბამობა ახსნა, საწყისი იზოტოპური ჰეტეროგენულობა, თანამედროვე ლავის ძველი ასაკები ახსნა, საწყისი არგონი თითოეული ანომალიისთვის ჩვენ გვჭირდება ცალკე ერად ახსნა. ალტერნატიული დედამიწა არის ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიდრე 4 მილიარდ 600 მილიონი წელი. რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები იყო განსხვავებული წარსულში. ეს ერთი ახსნა ხსნის ყველა ანომალიას. რბილი ქსოვილი შენარჩუნებულია, რადგან ძვლები არ არის 70 მილიონი წლის, ნახშირბადი 14 არსებობს, რადგან ალმასები არ არის მილიარდობით წლის, ჰელიუმი არსებობს, რადგან დაშლა მოხდა ახლახან, მაგრამ სწრაფად რადიომეტრული თარიღები არის შეუსაბამო, რადგან ისინი ზომავენ არა რეალურ დროს, არამედ რაოდენობას დაშლისა, რომელიც მოხდა ცვლადი სიჩქარით, თანამედროვე ლავა იძლევა ძველ ასაკებს, რადგან ის შეიცავს შვილობილ იზოტოპებს მანტიიდან, სადაც დაშლა ასევე მოხდა სწრაფად, რომელი ახსნა არის უფრო მარტივი, რომელი მოითხოვს ნაკლებ ერჰალს დაშვებებს. ეს არის არა რიტორიკული კითხვა. ეს არის რეალური კითხვა, რომელსაც მეცნიერები უნდა გაუმკლავდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალტერნატიული ახსნა არის სწორი. წარმოიდგინეთ, რომ რადიოაქტიური დაშლა რეალურად იყო ბევრად უფრო სწრაფი წარსულში. რას ნიშნავს ეს დედამიწის ისტორიისთვის? ეს ნიშნავს, რომ ყველა ის მილიარდობით წლები, რომლებსაც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალურად შეიძლება იყო ათასობით წლები. ან ასობით ათასი წლები. ან მილიონობით წლები, მაგრამ არა მილიარდობით. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ფორმირება, რომელსაც ჩვენ ვათარიღებთ 4 მილიარდ 600 მილიონი წლით, შეიძლება რეალურად მოხდა რამდენიმე ათასი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ დინოზავრების გადაშენება, რომელსაც ჩვენ ვათარიღებთ 70 მილიონი წლით, შეიძლება რეალურად მოხდა რამდენიმე ათასი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ მთელი გეოლოგიური სვეტი, კემბრიული, ორდოვიკული, სილურული, დევონური, კარბონული, პერმული, ტრიასული, იურული, ცარცული პერიოდები შეიძლება არ წარმოადგენდეს ასობით მილიონი წლების თანმიმდევრობას, არამედ ათასობით წლების თანმიმდევრობას. ეს არის დროის შეკუმშვა ფაქტორით 1 მილიონი. და აქ ამბავი ხდება რეალურად საინტერესო. რადგან თუ დროის ჩარჩო რეალურად არის შეკუმშული, მაშინ ბიოლოგიური ევოლუციის ჩარჩო ასევე არის შეკუმშული. ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუცია არ მოხდა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ევოლუცია უნდა მოხდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული თეორია ვარაუდობს. და აქ არის რაც საინტერესოა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ევოლუცია შეიძლება მოხდეს სწრაფად. ჩვენ დავაკვირდით სწრაფ ევოლუციას ლაბორატორიებში. ჩვენ დავაკვირდით სწრაფ ევოლუციას ბუნებაში, მაგალითად ჩიტების ევოლუცია გალაპაგოსის კუნძულებზე, რომელიც მოხდა რამდენიმე თაობის განმავლობაში. ბიოლოგები უწოდებენ ამას პუნქტირებულ წონასწორობას იდეას, რომ ევოლუცია არ არის ნელი, თანდათანობითი პროცესი, არამედ პროცესი, რომელიც ხდება სწრაფი აფეთქებებით, რომლებიც შეწყვეტილია გრძელი პერიოდებით სტაბილურობისა. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს გრძელი პერიოდები სტაბილურობისა რეალურად არ არის ისეთი გრძელი? რა მოხდება, თუ მთელი ევოლუციური ისტორია ბაქტერიებიდან ადამიანებამდე მოხდა არა 4 მილიარდი წლის განმავლობაში, არამედ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში? ეს იქნებოდა ევოლუცია ჰიპერსიჩქარით. ევოლუცია, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ბუნებრივ შერჩევას, არამედ ასევე სხვა მექანიზმებს, ჰორიზონტალურ გენების გადაცემას, ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, სიმბიოზს, ჰიბრიდიზაციას. და საინტერესოა, რომ ბიოლოგები ახლა აღმოაჩენენ, რომ ყველა ეს მექანიზმი რეალურად მუშაობს.
ევოლუცია არის ბევრად უფრო კომპლექსური და ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე დარვინი წარმოიდგენდა. და თუ ბიოლოგიური ევოლუცია შეიძლება მოხდეს სწრაფად, მაშინ გეოლოგიური ევოლუცია ასევე შეიძლება მოხდეს სწრაფად. წარმოიდგინეთ დედამიწის ისტორია არა როგორც ნელი, თანდათანობითი პროცესი, არამედ როგორც სერია კატასტროფული მოვლენებისა. უზარმაზარი მეტეორიტების დაცემები, სუპერვულკანური ამოფრქვევები, გლობალური წყალდიდობები, პლიტების ტექტონიკის სწრაფი მოძრაობები. თითოეული ეს მოვლენა შეცვლიდა პლანეტის ზედაპირს დრამატულად. თითოეული მათგანი შექმნიდა ახალ გეოლოგიურ ფორმაციებს. თითოეული მათგანი დაფარავდა ძველ ფორმაციებს ახალი ფენებით. და თითოეული ეს მოვლენა მოხდებოდა არა მილიონობით წლების განმავლობაში, არამედ დღეებში, კვირებში, წლებში. ეს არის არა ახალი იდეა. ეს არის ძველი იდეა, კატასტროფიზმი, რომელიც დომინირებდა გეოლოგიაში 1800 საუკუნემდე. შემდეგ ის შეიცვალა უნიფორმიტარიანიზმით, იდეით, რომ აწმყო არის გასაღები წარსულისა, რომ გეოლოგიური პროცესები ყოველთვის მუშაობდნენ იმავე სიჩქარით. მაგრამ ახლა 200 წელზე მეტი უნიფორმიტარიანიზმის შემდეგ, გეოლოგები იწყებენ კატასტროფიზმისკენ დაბრუნებას. არა ძველი რელიგიური კატასტროფიზმისკენ, არამედ ახალი სამეცნიერო კატასტროფიზმისკენ. კატასტროფიზმისკენ, რომელიც აღიარებს, რომ დედამიწის ისტორია არის არა ნელი, მშვიდი პროცესი, არამედ ძალადობრივი, დინამიური პროცესი. პროცესი, რომელიც ხასიათდება მოულოდნელი, კატასტროფული მოვლენებით, რომლებიც ცვლის ყველაფერს. და თუ დედამიწა შეიძლება იყოს ბევრად უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რა თქმა უნდა სამყარო. კოსმოლოგები ამბობენ, რომ სამყაროს ასაკი არის 14 მილიარდი წელი. ისინი ამას ამბობენ იმის საფუძველზე, რომ ისინი ზომავენ გალაქტიკების დაშორების სიჩქარეს და ექსტრაპოლირებენ უკან დროში დიდ აფეთქებამდე. მაგრამ ეს ექსტრაპოლაცია ეფუძნება დაშვებას, რომ სამყარო ყოველთვის ფართოვდებოდა იმავე სიჩქარით. რა მოხდება, თუ ეს არ არის სწორი? რა მოხდება, თუ სამყარო ფართოვდებოდა ბევრად უფრო სწრაფად ადრე და შენელდა? მაშინ 14 მილიარდი წელი შეიძლება იყოს გაზვიადებული. შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზვიადებული. და აქ არის რაც საინტერესოა, კოსმოლოგებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. ის არ ფართოვდება მუდმივი სიჩქარით. ის ფართოვდება უფრო და უფრო სწრაფად. თუ გაფართოება შეიძლება აჩქაროს, შეიძლება ის ასევე შენელდეს. თუ ფიზიკური კონსტანტები შეიძლება იცვლებოდეს დროთა განმავლობაში, მაშინ მთელი ჩვენი კოსმოლოგიური დროის ჩარჩო საჭიროებს გადახედვას. და ეს მიგვიყვანს ყველაზე ღრმა კითხვასთან, რა არის დრო? ჩვენ ვფიქრობთ დროზე როგორც რაღაც აბსოლუტურზე, რაღაც ობიექტურზე. ჩვენ ვამბობთ, დედამიწას 4 მილიარდ 600 მილიონი წელია ისე, თითქოს ეს არის ფაქტი, როგორც დედამიწა არის მრგვალი, ან წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან. მაგრამ დრო არ არის ისეთი მარტივი. აინშტაინმა გვიჩვენა, რომ დრო არის ფარდობითი. ის დამოკიდებულია სიჩქარეზე. ის დამოკიდებულია გრავიტაციაზე. ორი დამკვირვებელი, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით ან არიან სხვადასხვა გრავიტაციულ ველებში, განიცდიან დროს განსხვავებულად. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ 4 მილიარდ 600 მილიონი წელი, ჩვენ რეალურად ვამბობთ 4 მილიარდ 600 მილიონი წელი რომელ ჩარჩოში, რომელ სიჩქარეზე, რომელ გრავიტაციულ ველში. და აქ არის რაც რეალურად აფეთქებს გონებას, თუ ფიზიკური კონსტანტები, სინათლის სიჩქარე, გრავიტაციული კონსტანტა, პლანკის კონსტანტა იყო განსხვავებული წარსულში, მაშინ თავად დროის ბუნება იყო განსხვავებული. დრო, რომელიც გადიოდა ერთ წამში ადრეულ სამყაროში, შეიძლება არ იყოს ექვივალენტური დროისა, რომელიც გადის ერთ წამში დღეს. წელი ადრეულ დედამიწაზე შეიძლება არ იყოს ექვივალენტური წლისა დღეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავზომოთ დედამიწის ასაკი, ჩვენ არ ვზომავთ უბრალოდ რაოდენობას წლებისა. ჩვენ ვზომავთ რაღაც ბევრად უფრო კომპლექსურს, რაღაც, რაც დამოკიდებულია თავად დროის ბუნებაზე. და ეს მიგვიყვანს იმ დასკვნასთან, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვიცით დედამიწის ასაკი იმდენად დარწმუნებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მეცნიერება არის უსარგებლო. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თავმდაბალი ჩვენს პრეტენზიებში. როდესაც ჩვენ ვამბობთ დედამიწას 4 მილიარდ 600 მილიონი წელია, ჩვენ არ უნდა ვთქვათ ეს როგორც აბსოლუტური ფაქტი. ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენი ამჟამინდელი მოდელები, ჩვენი ამჟამინდელი დაშვებების საფუძველზე გვთავაზობენ, რომ დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდ 600 მილიონი წელია.
მაგრამ ეს შეფასება დამოკიდებულია დაშვებებზე, რომლებიც შეიძლება იყოს არასწორი. ეს არის არასისუსტე. ეს არის ძალა. ძალა სამეცნიერო მეთოდისა. რადგან მეცნიერება მოძრაობს წინარა დოგმის დაცვით, არამედ გაურკვევლობის აღიარებით. არა პასუხების გამოცხადებით, არამედ კითხვების დასმით. ასე რომ, რა შემდეგ? თუ ჩვენი ამჟამინდელი მეთოდები არის პრობლემატური, როგორ შეგვიძლია გავიგოთ რეალური ასაკი დედამიწისა? ერთი მიდგომა არის განავითაროთ ახალი დათარიღების მეთოდები, რომლებიც ნაკლებად დამოკიდებულია დაშვებებზე. მაგალითად, ჰელიუმის დიფუზიის მეთოდი, გაზომეთ ჰელიუმის შემცველობა და დიფუზიის სიჩქარე მინერალებში. ეს მეთოდი არის ნაკლებად დამოკიდებული საწყის პირობებზე, რადგან ჰელიუმი არ არის საწყისად მინერალებში. რადიოხალოების ანალიზი შეისწავლეთ მიკროსკოპული დაზიანება, რომელსაც რადიოაქტიური დაშლა ტოვებს კრისტალებში. ეს დაზიანება შეიძლება გვითხრას რაღაც დაშლის ისტორიის შესახებ. კოსმოგენური იზოტოპების მეთოდი, გაზომეთ იზოტოპები, რომლებიც წარმოიქმნება კოსმოსური რადიაციის მიერ. ეს მეთოდი შეიძლება გვითხრას რაღაც იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია ქანები ექსპონირებულია ზედაპირზე. პალეომაგნეტიზმის მეთოდი, შეისწავლეთ მაგნიტური ველის ჩანაწერი ქანებში. ეს შეიძლება გვითხრას რაღაც დედამიწის მაგნიტური ველის ისტორიის შესახებ. თითოეული ეს მეთოდი აქვს თავისი შეზღუდვები. მაგრამ თუ ჩვენ გამოვიყენებთ მრავალ მეთოდს და შევადარებთ შედეგებს, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უფრო სრული სურათი. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ახალი მეთოდების განვითარება. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალი აზროვნების განვითარება. მეცნიერების ისტორია სავსეა პარადიგმის ცვლილებებით, მომენტებით, როდესაც მთელი სამეცნიერო საზოგადოება უცებ ხედავს მსოფლიოს ახალი გზით. კოპერნიკის რევოლუცია, დარვინის რევოლუცია, აინშტაინის რევოლუცია, კვანტური რევოლუცია. თითოეული ეს რევოლუცია დაიწყო არა ახალი მონაცემებით, არამედ ახალი ინტერპრეტაციით ძველი მონაცემებისა. დაიწყო ვინმეს მიერ, ვინც ჰკითხა, რა მოხდება, თუ ჩვენ ვწდებით, შესაძლოა ჩვენ ახლა ვართ მსგავსი რევოლუციის ზღვარზე. რევოლუციაზე, რომელიც შეცვლის ჩვენს გაგებას დროის ისტორიის და თავად დედამიწის ბუნებისა. ან შესაძლოა არა. შესაძლოა ტრადიციული მოდელი იქნება დადასტურებული. შესაძლოა ყველა ეს ანომალია იქნება ახსნილი ერჰაც თეორიებით. მაგრამ ერთი რამ არის დარწმუნებული, ჩვენ არ გავიგებთ სიმართლეს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად დავსვათ რთული კითხვები. თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად გავაანალიზოთ ჩვენი დაშვებები. თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად მივიღოთ, რომ ჩვენ შეიძლება ვწდებოდეთ. ასე რომ, აქ ჩვენ ვდგავართ კულმინაციაზე. ჩვენ განვიხილეთ მტკიცებულებები. ჩვენ გავაანალიზეთ მეთოდები. ჩვენ შევაფასეთ ალტერნატიული ახსნები. ჩვენ დავინახეთ, რომ კითხვა რა ასაკის არის დედამიწა, არ არის ისეთი მარტივი, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. მაგრამ ჩვენ ჯერ არ დავასკვენით ყველაზე ღრმა კითხვებს. კითხვებს, რომლებიც სდება გეოლოგიას და ფიზიკას. კითხვებს, რომლებიც ეხება თავად ცოდნის ბუნებას. როგორ ვიცით, რას ვიცით? რა არის განსხვავება ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის? რა როლს თამაშობს დაშვებები მეცნიერებაში? და რა ხდება, როდესაც ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური დაშვებები აღმოჩნდება საეჭვო? ეს არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ბოლოს. რადგან ისტორია დედამიწის ასაკის შესახებ არ არის მხოლოდ ისტორია ქანებისა და იზოტოპებისა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვაშენებთ ცოდნას. როგორ ვქმნით გაგებას. როგორ ვეძებთ სიმართლეს სამყაროში, რომელიც არის ბევრად უფრო კომპლექსური ვიდრე ჩვენი თეორიები. და ამ ძიებაში შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის არა პასუხები, რომლებსაც ჩვენ პოულობთ, არამედ თავმდაბლობა, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ გზაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ბნელ ოთახში. თქვენს ხელში არის ფანარი. თქვენ ანათებთ მას და ხედავთ კედელს თქვენს წინ. კედელი არის წითელი. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში. თქვენ ხედავთ მას. ეს არის ფაქტი. მაგრამ შემდეგ ვინმე გეუბნებათ, შენი ფანარი აძლევს წითელ შუქს. ყველაფერი, რასაც შენ უყურებ, გამოიყურება წითლად. რეალურად კედელი შეიძლება იყოს ლურჯი ან მწვანე, ან თეთრი, როგორ შეამოწმებდით ამას. როგორ გაიგებდით რა ფერის არის კედელი რეალურად, როდესაც ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენი ფანარი, თავად ცვლის იმას, რასაც თქვენ ხედავთ? ეს არის არ აბსტრაქტული თავსატეხი. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დედამიწის ასაკის გაგებასთან.
ჩვენი ფანარი არის რადიომეტრული დათარიღება. ჩვენი კედელი არის დედამიწის ისტორია. და ჩვენ ახლა ვიწყებთ ეჩვის შეტანას, შეიძლება თუ არა ჩვენი ფანარი თავად ცვლის იმას, რასაც ჩვენ ვზომავთ. ფილოსოფიაში არსებობს დარგი, რომელსაც ეწოდება ეპისტემოლოგია, ცოდნის შესწავლა. ის სვამს ფუნდამენტურ კითხვებს, რა არის ცოდნა? როგორ ვიცით, რას ვიცით? რა განსხვავება არის ჭეშმარიტ რწმენასა და გამართლებულ რწმენას შორის? და აქ არის, რაც ეპისტემოლოგია გვასწავლის, ყველა ცოდნა ეფუძნება დაშვებებს. არ არსებობს აბსოლუტური დაშვებების გარეშე ცოდნა. თუნდაც ყველაზე ძირითადი ფაქტები, მე ვფიქრობ, ამიტომ მე ვარსებობ ეფუძნება დაშვებას, რომ ჩვენი აზროვნება არის რეალური. მეცნიერება არ არის გამონაკლისი. მეცნიერება ეფუძნება დაშვებებს. დაშვებას, რომ ბუნების კანონები არის მუდმივი. დაშვებას, რომ ჩვენი გრძნობები გვაძლევენ სანდო ინფორმაციას რეალობის შესახებ. დაშვებას, რომ ლოგიკა მუშაობს. ეს დაშვებები არის გონივრული. ისინი მუშაობენ, მაგრამ ისინი რჩებიან დაშვებებად, არა დამტკიცებულ ფაქტებად. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დედამიწის ასაკზე, ჩვენ ვამატებთ კიდევ უფრო მეტ დაშვებებს. დაშვებას, რომ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეები ყოველთვის იყო მუდმივი. დაშვებას, რომ ჩვენ ვიცით საწყისი იზოტოპური კომპოზიცია. დაშვებას, რომ სისტემები იყო დახურული. თითოეული ეს დაშვება არის ფენა გაურკვევლობისა. და როდესაც თქვენ აწყობთ ფენებს ერთმანეთზე, გაურკვევლობა მრავლდება. ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა მეცნიერების ფილოსოფიაში. ის თქვა, სამეცნიერო თეორია უნდა იყოს ფალსიფიცირებადი. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს შესაძლო დაკვირვება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ თეორია არის არასწორი. თუ თეორია არ არის ფალსიფიცირებადი, თუ არ არსებობს არანაირი შესაძლო მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა თქვენს აზრს, მაშინ ის არ არის სამეცნიერო თეორია. ის არის დოგმა. ასე რომ მოდით გამოვიყენოთ ეს პრინციპი ჩვენ სიტუაციაზე. არის თუ არა თეორია, დედამიწას 4 მილიარდ 600 მილიონი წელია ფალსიფიცირებადი? თეორიულად დიახ. თუ ჩვენ ვიპოვით მტკიცებულებას, რომელიც ნათლად ეწინააღმდეგება ამ ასაკს, ჩვენ უნდა გადავხედოთ თეორიას. მაგრამ პრაქტიკაში რა ხდება? როდესაც ჩვენ პოულობთ რბილ ქსოვილს დინოზავრების ძვლებში, ჩვენ არ ვამბობთ, დინოზავრები არ არის 70 მილიონი წლის, ჩვენ ვამბობთ, უნდა არსებობდეს განსაკუთრებული კონსერვაციის მექანიზმი, როდესაც ჩვენ პოულობთ ნახშირბაც 14 ალმასებში, ჩვენ არ ვამბობთ, ალმასები არ არის მილიარდობით წლის, ჩვენ ვამბობთ, ეს უნდა იყოს დაბინძურება, როდესაც ჩვენ ვიღებთ არათანმიმდევრულ რადიომეტრულ თარიღებს, ჩვენ არ ვამბობთ, ჩვენი მეთოდი არ მუშაობს, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ კორექტირებები, ხედავთ ნიმუშს. ყოველი ახალი მტკიცებულებით, რომელიც არ ემთხვევა თეორიას, ჩვენ არ ვცვლით თეორიას. ჩვენ ვამატებთ ერჰად ახსნებს თეორიის დასაცავად. ეს ხდის თეორიას უფრო და უფრო ნაკლებად ფალსიფიცირებადს. უფრო და უფრო ნაკლებად სამეცნიერო. თომას კუნმა აღწერა, როგორ მეცნიერება რეალურად მუშაობს. ის თქვა, რომ მეცნიერები არ არიან ობიექტური დამკვირვებლები, რომლებიც უბრალოდ მიჰყვებიან მტკიცებულებებს, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს ისინი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ პარადიგმის ფარგლებში, ფუნდამენტური დაშვებებისა და მეთოდების ნაკრებში. და როდესაც მტკიცებულებები არ ემთხვევა პარადიგმას, მეცნიერები არ ცვლიან პარადიგმას. ისინი ცვლიან ინტერპრეტაციას მტკიცებულებებისა. ეს არის არა ბოროტი განზრახვა. ეს არის არა კეთილსინდისიერება. ეს არის უბრალოდ ადამიანური ბუნება. ჩვენ ყველა გვაქვს კოგნიტური მიკერძოება, ტენდენცია ვინტერპრეტიროთ ახალი ინფორმაცია გზით, რომელიც ადასტურებს ჩვენს არსებულ რწმენებს. მეცნიერები არ არიან იმუნური ამ მიკერძოებისგან. პირიქით, რადგან მეცნიერები ხარჯავენ ძლებს ან ათწლეულებს პარადიგმის შესწავლაზე, ისინი ხდებიან ღრმად ინვესტირებულები მასში. მათი კარიერა, მათი რეპუტაცია, მათი იდენტობა არის დაკავშირებული პარადიგმასთან. ასე რომ, როდესაც ანომალიები იწყებს დაგროვებას, პირველი რეაქცია არის არა პარადიგმის შეცვლა. პირველი რეაქცია არის პარადიგმის დაცვა. ერჰად ახსნებების დამატება. განსაკუთრებული შემთხვევების გამოგონება. კრიტიკოსების დისკრედიტაცია. მხოლოდ როდესაც ანომალიები ხდება ისეთი მრავალრიცხოვანი, ისეთი პრობლემატური, რომ პარადიგმა აღარ შეიძლება შენარჩუნდეს, ხდება რევოლუცია. ძველი პარადიგმა იცვლება ახლით. ასე რომ, აქ ჩვენ ვდგავართ. ჩვენ განვიხილეთ მტკიცებულებები.
ჩვენ გავაანალიზეთ მეთოდები. ჩვენ შევაფასეთ ალტერნატიული ახსნები. და ახლა ჩვენ უნდა დავსვათ ყველაზე პატიოსანი კითხვა, რას რეალურად ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა არსებობს. ეს არის ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა შეიცავს ქანებს სხვადასხვა ტიპებისა. ეს არის ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქანები შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპებს. ეს არის ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს იზოტოპები იშლებიან პროგნოზირებადი სიჩქარით დღეს, ლაბორატორიებში. ეს არის ფაქტი. მაგრამ აქ ფაქტები მთავრდება და ინტერპრეტაციები იწყება. ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით, რომ დაშლის სიჩქარეები ყოველთვის იყო იგივე. ეს არის დაშვება. ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით, რა იყო საწყისი იზოტოპური კომპოზიცია. ეს არის დაშვება. ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით, რომ სისტემები იყო დახურული. ეს არის დაშვება. და როდესაც ჩვენ ვაერთიანებთ ყველა ამ დაშვებას, ჩვენ ვიღებთ რიცხვს 4.600.000.000 წელი. მაგრამ ეს რიცხვი არ არის ფაქტი. ეს არის გამოთვლა, რომელიც ეფუძნება დაშვებებს. თუ დაშვებები არის სწორი, გამოთვლა არის სწორი. თუ დაშვებები არის არასწორი, გამოთვლა არის არასწორი. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილთან. გაკვეთილთან, რომელიც ცდება გეოლოგიას, ცდება ფიზიკას, ცდება თავად მეცნიერებას. გაკვეთილი არის ეს: ჭეშმარიტი ცოდნა იწყება აღიარებით იმისა, რასაც ჩვენ არ ვიცით. სოკრატე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილოსოფოსი ისტორიაში, თქვა: მე ვიცი, რომ მე არაფერი არ ვიცი. ეს არ იყო თავმდაბლობა. ეს იყო სიბრძნე. რადგან როდესაც თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ არ იცით, თქვენ ხსნით კარს ახალი ცოდნისთვის. მაგრამ როდესაც თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენ იცით, როდესაც თქვენ ებყრობით თქვენს რწმენებს როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებებს, თქვენ კეტავთ ამ კარს. თქვენ ხდებით დოგმატური. თქვენ წყვეთ სწავლას. და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე მეცნიერებისთვის. არა ის, რომ ჩვენ ვცდებით. ყველა ცდება. საფრთხე არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვცდებით. რომ ჩვენ ვაქცევთ ჩვენს თეორიებს დოგმებად. რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს პარადიგმებს ყოველი ფასის გადახდით. ასე რომ მოდით შევხედოთ დედამიწას ახალი თვალებით. არა როგორც პრობლემას, რომელიც უკვე გადაწყვეტილია. არამედ როგორც საიდუმლოს, რომელიც ჯერ კიდევ იკვლევა. დედამიწა არის პლანეტა, რომელიც არსებობს. რამდენი ხანია? ჩვენ არ ვიცით ზუსტად. შესაძლოა 4.600.000.000 წელი. შესაძლოა ნაკლები. შესაძლოა მეტი. მაგრამ ზუსტი რიცხვი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ დედამიწა აქვს ისტორია. ისტორია, რომელიც ჩაწერილია ქანებში, ფოსილიებში, მინერალებში. ისტორია, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ წავიკითხოთ. მაგრამ ეს ისტორია არ არის წიგნი, რომელიც დაწერილია ჩვენს ენაზე. ეს არის ტექსტი, რომელიც დაწერილია ქიმიის ენაზე, ფიზიკის ენაზე, დროის ენაზე. და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ ამ ენას. ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავიგეთ წინადადება. ჩვენ ვთარგმნით მას. ჩვენ ვამბობთ, ეს ქანი არის 2 მილიარდი წლის, მაგრამ შემდეგ ჩვენ პოულობთ ახალ მტკიცებულებას, რომელიც გვთავაზობს, რომ ჩვენი თარგმანი შეიძლება იყო არასწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავანებოთ თარგმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწავლა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი გაგება. უნდა დავრჩეთ ღია ახალი ინტერპრეტაციებისთვის. მაგრამ შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა განსხვავება აქვს, თუ დედამიწა არის 4 მილიარდი წლის ან 4 მილიონი წლის? როგორ ეს ცვლის ჩემს ცხოვრებას? და ეს არის ლეგიტიმური კითხვა. რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს არის აბსტრაქტული დებატი. ეს არ ცვლის იმას, თუ როგორ ისინი ცხოვრობენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგრამ აქ არის რატომ ეს რეალურად მნიშვნელოვანია. პირველი, ეს ცვლის ჩვენს პერსპექტივას. ჩვენს ადგილზე სამყაროში. თუ დედამიწა რეალურად არის 4 მილიარდი წლის, მაშინ ადამიანური ცივილიზაცია, რამდენიმე ათასი წელი, არის მიკროსკოპული წამი კოსმოსურ დროში. ჩვენ ვართ მტვერი. ჩვენ ვართ შემთხვევითობა. მაგრამ თუ დედამიწა არის ბევრად უფრო ახალგაზრდა, მაშინ ადამიანური ცივილიზაცია არის მნიშვნელოვანი ნაწილი პლანეტის ისტორიისა. ჩვენ არ ვართ შემთხვევითობა. ჩვენ ვართ ნაწილი ისტორიისა. მეორე, ეს ცვლის ჩვენს გაგებას ცოდნის ბუნებისა. თუ ჩვენ შეგვიძლია ვცდებოდეთ რაღაცაზე ასე ფუნდამენტურზე, როგორც დედამიწის ასაკი, რაზე კიდევ შეგვიძლია ვცდებოდეთ?
რა სხვა ფაქტები შეიძლება იყოს რეალურად ინტერპრეტაციები? ეს არ არის მოწოდება რელატივიზმისკენ, იდეისკენ, რომ ყველაფერი არის სუბიექტური და არაფერი არ არის ჭეშმარიტი. პირიქით, ეს არის მოწოდება ეპისტემოლოგიური თავმდაბლობისკენ, აღიარებისკენ, რომ ჩვენი ცოდნა არის შეზღუდული, ჩვენი მეთოდები არის შეუსრულებელი, ჩვენი დასკვნები არის დროებითი. მესამე, ეს ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ავტორიტეტისადმი. როდესაც ექსპერტი გეუბნებათ, ეს არის ფაქტი, თქვენ უნდა გკითხოთ, როგორ თქვენ იცით ეს? რა დაშვებებს აკეთებთ? რა ალტერნატიული ახსნები შესაძლებელია? ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა უარყოთ ყველა ექსპერტიზა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ კრიტიკული მოაზროვნე. უნდა შეაფასოთ მტკიცებულებები თავად. უნდა გაიგოთ საზღვრები იმისა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. და ეს მიგვიყვანს ტრანსფორმაციასთან. რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ დედამიწის ასაკის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჩვენ ვაშენებთ გაგებას. ტრადიციული მიდგომა არის ეს, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს. ჩვენ ვაშენებთ თეორიას. ჩვენ ვიცავთ თეორიას. ჩვენ ვამატებთ ერთ ახსნებს, როდესაც ახალი მონაცემები არ ემთხვევა. ახალი მიდგომა არის ეს, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს. ჩვენ ვაშენებთ თეორიას. ჩვენ ვტესტავთ თეორიას. და როდესაც ახალი მონაცემები არ ემთხვევა, ჩვენ ვიყოთ მზად გადავხედოთ თეორიას. ეს არის არა სისუსტე. ეს არის ძალა. ძალა სამეცნიერო მეთოდისა. რადგან მეცნიერება მოძრაობს წინ არა დოგმის დაცვით, არამედ თეორიების გადახედვით. და ეს ტრანსფორმაცია, ეს ახალი გზა აზროვნებისა, არის ის, რასაც ჩვენ საჭიროებთ არა მხოლოდ გეოლოგიაში, არამედ ყველა სფეროში. პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რელიგიაში, ფილოსოფიაში. ჩვენ საჭიროებთ ნაკლებ დოგმას და მეტ ღიაობას. ნაკლებ დარწმუნებას და მეტ ცნობის მოყვარეობას. ნაკლებ დაცვას და მეტ ძიებას. ასე რომ როგორ ჩვენ წავიდეთ წინ? როგორ ჩვენ გავაგრძელოთ ძიება სიმართლისა დედამიწის ასაკის შესახებ? პირველი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კვლევა. უნდა განვავითაროთ ახალი მეთოდები. უნდა შევაგროვოთ მეტი მონაცემები. უნდა შევამოწმოთ ჩვენი დაშვებები. მეორე, ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ალტერნატიული ახსნებისთვის. არ უნდა უარყოთ იდეა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ემთხვევა ტრადიციულ პარადიგმას. უნდა შევაფასოთ ის მისი დამსახურებით. მესამე, ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსანი ჩვენს შეზღუდვებთან. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცოდნა არის არასრული. რომ ჩვენი მეთოდები არის შეუსრულებელი. რომ ჩვენი დასკვნები არის დროებითი. მეოთხე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი. უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან, მეცნიერები სხვადასხვა დისციპლინებიდან, ფილოსოფოსები, თეოლოგები, ჩვეულებრივი ადამიანები. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ცნობის მოყვარეობა. ცნობის მოყვარეობა, რომელიც არის მეცნიერების გული. ცნობის მოყვარეობა, რომელიც გვაიძულებს დავსვათ კითხვები, გავიკვლიოთ საიდუმლოები, ვეძებოთ სიმართლე. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ ეს მოგზაურობა? ჩვენ დავიწყეთ მერი შვაიცერის ლაბორატორიით. ჩვენ დავიწყეთ მომენტით, როდესაც ის დაინახა რაღაც შეუძლებელი, რბილი ქსოვილი ძვალში, რომელსაც თითქოს 70 მილიონი წელია. ეს იყო მომენტი გაოცების. მომენტი, როდესაც რეალობა არ ემთხვეოდა მოსალოდნელს. მომენტი, როდესაც ჩვენ იძულებული ვიყავით ჩვენ დაგვესვა კითხვა, რას ვიცით რეალურად. და ახლა, ამ მოგზაურობის ბოლოს, ჩვენ ვბრუნდებით იმავე კითხვაზე. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ მას ახალი სიღრმით. ჩვენ ვიცით, რომ რბილი ქსოვილი არის არაიზოლირებული ანომალია. ის არის ნაწილი უფრო დიდი თავსატეხისა. თავსატეხისა, რომელიც მოიცავს ნახშირბადს 14 ალმასებში, ჰელიუმს ცირკონში არათა მიმდევრულ რადიომეტრულ თარიღებს, კატასტროფულ გეოლოგიურ პროცესებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს თავსატეხი არ არის ადვილად გადაწყვეტადი. ის არ არის რაღაც, რასაც ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ ერთად ახსნებით. ის მოითხოვს სერიოზულ განხილვას. და ჩვენ ვიცით, რომ ამ განხილვაში ჩვენ უნდა ვიყოთ ღია შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული გაგება დედამიწის ასაკისა შეიძლება საჭიროებდეს გადახედვას. შესაძლოა მნიშვნელოვან გადახედვას. მაგრამ აქ არის ყველაზე ღრმა ინსაიტი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამ მოგზაურობიდან. სიმართლე არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. სიმართლე არის ის, რაც არის.
და ჩვენი მიზანი როგორც მეცნიერების, როგორც ფილოსოფოსების, როგორც ადამიანების, არის არა დავიცვათ ჩვენი რწმენები. ჩვენი მიზანი არის აღმოვაჩინოთ სიმართლე. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავანებოთ რწმენები, რომლებიც ჩვენ ვფიქრობდით, რომ იყო ჭეშმარიტი. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვწდებოდით. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, მე არ ვიცი და ეს არის კარგი. რადგან მე არ ვიცი, არ არის დამარცხება. მე არ ვიცი, არის დასაწყისი. დასაწყისი ახალი ძიებისა. დასაწყისი ახალი აღმოჩენისა. დასაწყისი ახალი გაგებისა. ასე რომ, აქ არის ჩემი გამოწვევა თქვენთვის, ვინც უყურებთ ამას, არ მიიღოთ არაფერი სახისღირებულებით. არც ის, რასაც მე გეუბნებით. არც ის, რასაც ექსპერტები გეუბნებიან. არც ის, რასაც სახელმძღვანელოები გეუბნებიან. გკითხეთ კითხვები. გამოიკვლიეთ მტკიცებულებები. შეაფასეთ არგუმენტები. გააკეთეთ თქვენი საკუთარი დასკვნები. და ყველაზე მნიშვნელოვანი, იყავით მზად შეცვალოთ თქვენი აზრი. იყავით მზად თქვათ, მე ვწდებოდი, იყავით მზად ისწავლოთ. რადგან ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. არა ჩვენი უნარი ვიცოდეთ ყველაფერი. არამედ ჩვენი უნარი ვისწავლოთ. ჩვენი უნარი გავიზარდოთ. ჩვენი უნარი შევიცვალოთ. და ბოლოს, მოდით, დაუბრუნდეთ დედამიწას თავად. ამ პლანეტას, რომელიც არის ჩვენი სახლი. ამ პლანეტას, რომლის ასაკს ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ. დედამიწა არის მასწავლებელი. ის გვასწავლის თავმდაბლობას, რადგან ის გვიჩვენებს, რომ ჩვენი ცოდნა არის შეზღუდული. ის გვასწავლის ცნობის მოყვარეობას, რადგან ის სავსეა საიდუმლოებებით, რომლებიც ელოდება აღმოჩენას. ის გვასწავლის პატივისცემას, რადგან ის არის ძველი, კომპლექსური, ლამაზი. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, დედამიწა გვასწავლის, რომ სიმართლე არის ღირებული ძიების. რომ გაგება არის ღირებული ძალისხმევის. რომ ცოდნა, რეალური, პატიოსანი, თავმდაბალი ცოდნა, არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ. ასე რომ გააგრძელეთ ძიება. გააგრძელეთ კითხვების დასმა. გააგრძელეთ სწავლა. რადგან დედამიწის ასაკი, იქნება ეს 4 მილიარდი წელი, ან 4 მილიონი, ან რაღაც შუალედური, არის მხოლოდ ერთი კითხვა უფრო დიდ საიდუმლოში. საიდუმლოში არსებობისა. საიდუმლოში დროისა. საიდუმლოში რეალობის თავად. და ამ საიდუმლოს გამოკვლევაში, ამ ძიებაში სიმართლისა, ჩვენ პოულობთ არა მხოლოდ პასუხებს, არამედ რაღაც უფრო ღირებულს, ჩვენ პოულობთ მნიშვნელობას. ჩვენ პოულობთ მიზანს. ჩვენ პოულობთ ჩვენს ადგილს ამ უზარმაზარ, საოცარ, ჯერ კიდევ ბევრად უცნობ სამყაროში. დედამიწა უფრო ახალგაზრდაა ვიდრე ჩვენ გვგონია. შესაძლოა. შესაძლოა არა. მაგრამ რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის არაპასუხი. რაც მნიშვნელოვანია, არის კითხვა. და ჩვენი სურვილი ვეძებოთ სიმართლეს, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს ის. გმადლობთ ყურებისთვის. გააგრძელეთ ფიქრი. გააგრძელეთ კითხვა. გააგრძელეთ ძიება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ბნელ ოთახში. თქვენს ხელში არის ფანარი. თქვენ ანათებთ მას და ხედავთ კედელს თქვენს წინ. კედელი არის წითელი. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში. თქვენ ხედავთ მას. ეს არის ფაქტი. მაგრამ შემდეგ ვინმე გეუბნებათ, შენი ფანარი აძლევს წითელ შუქს. ყველაფერი, რასაც შენ უყურებ, გამოიყურება წითლად. რეალურად კედელი შეიძლება იყოს ლურჯი ან მწვანე, ან თეთრი, როგორ შეამოწმებდით ამას. როგორ გაიგებდით რა ფერის არის კედელი რეალურად, როდესაც ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენი ფანარი, თავად ცვლის იმას, რასაც თქვენ ხედავთ? ეს არის არ აბსტრაქტული თავსატეხი. ეს არის ზუსტადი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დედამიწის ასაკის გაგებასთან. ჩვენი ფანარი არის რადიომეტრული დათარიღება. ჩვენი კედელი არის დედამიწის ისტორია. და ჩვენ ახლა ვიწყებთ ეჩვის შეტანას, შეიძლება თუ არა ჩვენი ფანარი თავად ცვლის იმას, რასაც ჩვენ ვზომავთ. არსებობს ძველი ალეგორია, რომელიც მოგვითხრობს პლატონო 2400 წლის წინ. ალეგორია გამოქვაბულის შესახებ. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გამოქვაბულში, მიჯაჭვული კედელთან, მათი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათ უკან არის ცეცხლი. და ამ ცეცხლსა და მათ შორის გადიან ობიექტები, რომლებიც აგდებენ ჩრდილებს კედელზე.
ეს ჩრდილები, ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ამ ადამიანებმა ოდესმე იცოდნენ. ისინი არ იციან ცეცხლის შესახებ. ისინი არ იციან რეალური ობიექტების შესახებ. ისინი ხედავენ მხოლოდ ჩრდილებს და ფიქრობენ, ეს არის რეალობა, მაგრამ რა მოხდება თუ ერთ-ერთი მათგანი გათავისუფლდება? რა მოხდება თუ ის მობრუნდება და დაინახავს ცეცხლს? რა მოხდება თუ ის გავა გამოქვაბულიდან და დაინახავს მზეს? მთელი მისი რეალობა შეიცვლება. ის, რასაც ის თვლიდა ფაქტად, აღმოჩნდება ილუზია. ის, რასაც ის თვლიდა ცოდნად, აღმოჩნდება უმეცრება. და აქ არის კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ, ხომ არ ვართ ჩვენ ამ გამოქვაბულში? ხომ არ ვუყურებთ ჩვენ ჩრდილებს და ვფიქრობთ, რომ ისინი არის რეალობა? როდესაც ჩვენ ვზომავთ დროს, ჩვენ რეალურად ვზომავთ დროს. თუ ჩვენ ვზომავთ ჩრდილს დროისა პროექციას, ინტერპრეტაციას, მოდელს. ან განვიხილოთ იმანუელ კანტი, ფილოსოფოსი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჩვენს გაგებაში იმისა, თუ როგორ ვიცით, რას ვიცით. კანტმა თქვა, არსებობს ორი ტიპის რეალობა. არის ნუმენი რეალობა თავისთავად ისეთი, როგორიც ის რეალურად არის. და არის ფენომენი რეალობა, როგორც ჩვენ ვავიქვამთ მას. ჩვენ ვერასოდეს შეგვიძლია ვიცოდეთ ნუმენი პირდაპირ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით, არის ფენომენი, რეალობა, რომელიც გაფილტრულია ჩვენი გრძნობების, ჩვენი აღქმის, ჩვენი კონცეპტუალური სქემების მეშვეობით. და აქ არის კრიტიკული ნაწილი. კანტის მიხედვით, დრო არ არის რაღაც, რაც არსებობს იქ გარეთ რეალობაში. დრო არის კატეგორია ჩვენი აღქმისა. ის არის გზა, რომლითაც ჩვენი გონება ორგანიზებას უკეთებს გამოცდილებას. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდობით წლებზე, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ რაზე? ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც არსებობს ობიექტურად. თუ ვსაუბრობთ კონსტრუქციაზე ჩვენი გონებისა, გზაზე, რომლითაც ჩვენ ვორგანიზებთ ჩვენს გამოცდილებას. თუ დრო არის კონსტრუქცია, მაშინ დედამიწის ასაკია ასევე არის კონსტრუქცია. არა ფაქტი, არამედ ინტერპრეტაცია. არა აღმოჩენა, არამედ გამოგონება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება რაღაც მსგავსს. კვანტურ მექანიკაში დამკვირვებელი არ არის პასიური. დამკვირვებელი არის აქტიური მონაწილე რეალობის შექმნაში. სანამ თქვენ არ გაზომავთ ნაწილაკს, მას არ აქვს განსაზღვრული პოზიცია. ის არსებობს ალბათობის ღრუბელში, სუპერპოზიციაში ყველა შესაძლო მდგომარეობისა. მხოლოდ როდესაც თქვენ აკვირდებით, ალბათობის ღრუბელი იშლება ერთ კონკრეტულ რეალობაში. ეს არის შოკის მომგვრელი იდეა. ის ნიშნავს, რომ რეალობა არ არის დამოუკიდებელი დამკვირვებლისგან. რეალობა იქმნება დაკვირვების აქტით. და თუ ეს არის სწორი მიკროსკოპულ მასშტაბზე, შესაძლოა ეს ასევე არის სწორი მაკროსკოპულ მასშტაბზე. შესაძლოა დედამიწის ასაკი არ არის რაღაც, რაც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენი გაზომისგან. შესაძლოა ის იქნება ჩვენი გაზომის აქტით, ჩვენი ინტერპრეტაციით, ჩვენი მოდელით, ჩვენი დაშვებებით. თუ ჩვენ შევცვლით დაშვებებს, ჩვენ შევცვლით რეალობას. ახლა მოდით ვიყოთ აბსოლუტურად პატიოსნები იმის შესახებ, რასაც ჩვენ რეალურად ვიცით და რასაც არ ვიცით. ჩვენ ვიცით, დედამიწა არსებობს, ის შედგება ქანებისგან, წყლისგან, ატმოსფეროსგან, ამ ქანებში არის ფოსილები, ნაშთები ცხოველებისა და მცენარეებისა, ეს ფოსილები აჩვენებენ თანმიმდევრობას, ცვლილებას დროთა განმავლობაში. ქანები შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპებს, ეს იზოტოპები იშლებიან პროგნოზირებადი სიჩქარით დღეს ეს არის დაკვირვებები. ეს არის ფაქტები. ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალურად ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო გავიდა ამ თანმიმდევრობის ფორმირებას, იყო თუ არა დაშლი სიჩქარეები ყოველთვის მუდმივი, რა იყო საწყისი იზოტოპური კომპოზიცია, იყო თუ არა სისტემები დახურული, იყო თუ არა დროის ნაკადი მუდმივი, თუ ცვლადი ეს არის ინტერპრეტაციები. ეს არის დაშვებები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვარაუდობთ, მაგრამ არ ვიცით დარწმუნებით. და აქ არის კრიტიკული განსხვავება. როდესაც ჩვენ ვამბობთ დედამიწას 4 მილიარდ 600 მილიონი წელია, ჩვენ არ ვაცხადებთ დაკვირვებას. ჩვენ ვაცხადებთ ინტერპრეტაციას. ინტერპრეტაციას, რომელიც ეფუძნება დაშვებებს, რომლებიც შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი. და ეს ხდება კიდევ უფრო პრობლემატური, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოსმოსზე. ჩვენ ვიცით, არსებობს ვარსკვლავები და გალაქტიკები, ისინი მოძრაობენ, ზოგიერთი მოდის ჩვენკენ, ზოგიერთი მიდის ჩვენგან, სინათლე მათგან აჩვენებს სპექტრალურ ხაზებს, არსებობს კოსმოსური ფონური გამოსხივება, ეს არის დაკვირვებები.
ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანია ეს ვარსკვლავები არსებობენ, იყო თუ არა სინათლის სიჩქარე ყოველთვის მუდმივი, რას ნიშნავს წითელი გადაადგილება რეალურად, რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, იყო თუ არა დიდი აფეთქება, ეს არის ინტერპრეტაციები. და აქ არის, რაც შოკის მომგვრელია. თანამედროვე კოსმოლოგია ამბობს, რომ 95% სამყაროსა შედგება ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან, რაღაცისგან, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვნახეთ, ვერასოდეს გავზომეთ, ვერასოდეს გამოვავლინეთ პირდაპირ. ჩვენ გამოვიგონეთ ეს ბნელი რაღაცები, რადგან ჩვენი მათემატიკა არ მუშაობს მათ გარეშე. ჩვენი მოდელი არ ემთხვევა დაკვირვებებს, თუ ჩვენ არ დავამატებთ უხილავ მასას და უხილავ ენერგიას. მაგრამ რა მოხდება, თუ პრობლემა არ არის სამყაროში? რა მოხდება, თუ პრობლემა არის ჩვენს მოდელში? გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? მერი შვაიცერი, რომელიც უყურებდა მიკროსკოპს და ხედავდა რაღაც შეუძლებელს. რბილ ქსოვილს ძვალში, რომელსაც თითქოს 70 მილიონი წელია. ის იცოდა, რას ნიშნავდა ეს აღმოჩენა. ის იცოდა, რომ ეს არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ის იქ იყო. მის ხელებში. და ახლა, ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ განვიხილეთ, ჩვენ ვიცით, რატომ იყო ეს ასე პრობლემატური. არა იმიტომ, რომ ეს იყო ანომალია. არამედ იმიტომ, რომ ეს იყო სიგნალი. სიგნალი, რომელიც გვეუბნება, ჩვენი მოდელი არ არის სრულყოფილი. ჩვენი დროის ჩარჩო არ არის აბსოლუტური. ჩვენი ფაქტები არ არის ისეთი მყარი, როგორც ჩვენ ფიქრობდით. მაგრამ აქ არის, რაც ლამაზია. ეს არ არის კატასტროფა. ეს არის შესაძლებლობა. შესაძლებლობა სწავლისა. შესაძლებლობა აღმოჩენისა. შესაძლებლობა უფრო ღრმა გაგებისა. რადგან მეცნიერება არ არის იმის შესახებ, რომ ყოველთვის იყოს სწორი. მეცნიერება არის იმის შესახებ, რომ იყო მზადშეცდომის აღიარებისთვის და გაუმჯობესებისთვის. ასე რომ, აქ არის, რასაც ჩვენ რეალურად ვიცით, ყველაფრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა არსებობს და აქვს ისტორია, ეს ისტორია ჩაწერილია ქანებში, ფოსილებში, გეოლოგიურ სტრუქტურებში, არსებობს ნიმუშები ცვლილებისა დროთა განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს ნიმუშები და ვისწავლოთ მათგან ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო გავიდა ამ ისტორიის განმავლობაში, იყო თუ არა დრო მუდმივი თუ ცვლადი, იყო თუ არა პროცესები თანმიმდევრული თუ კატასტროფული, რა იყო საწყისი პირობები და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ძალა, არა სისუსტე. ასე რომ, აქ ჩვენ ვდგავართ. ჩვენ განვიხილეთ პარადოქსები. ჩვენ გავაანალიზეთ მეთოდები. ჩვენ დავინახეთ შეზღუდვები. ჩვენ აღვიარეთ ჩვენი უმეცრება. მაგრამ ეს არ არის დამარცხება. ეს არის დასაწყისი. დასაწყისი ახალი კვლევისა. ახალი აღმოჩენებისა. ახალი გაგებისა. რადგან შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, რამდენი წლისაა დედამიწა, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, როგორ ვიცით, რას ვიცით, როგორ ვასხვავებთ ფაქტს ინტერპრეტაციისგან. როგორ ვასხვავებთ დაკვირვებას დაშვებისგან. როგორ ვაშენებთ ცოდნას, რომელიც არის მყარი, მაგრამ ასევე მოქნილი ცოდნას, რომელიც შეიძლება გაუმჯობესდეს, როდესაც ახალი მონაცემები გამოჩნდება. ეს არის რეალური გამოწვევა. არა იმის დამტკიცება, რომ დედამიწა არის ახალგაზრდა ან ძველი. არამედ იმის გაგება, თუ როგორ ვაშენებთ ჩვენს გაგებას რეალობისა. და შესაძლოა ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ლამაზი რამ არ არის პასუხები. ყველაზე ლამაზი რამ არის კითხვები. კითხვები, რომლებიც გვაიძულებენ დავფიქრდეთ. კითხვები, რომლებიც გვაიძულებენ გამოვიძიოთ. კითხვები, რომლებიც გვაიძულებენ გავიზარდოთ. დედამიწა შეიძლება იყოს მილიარდობით წლის. ან მილიონობით წლის. ან რაღაც შუალედური. ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ დარწმუნებით. მაგრამ ძიება გაგებისა, ძიება სიმართლისა, ძიება იმისა, თუ რა რეალურად ხდება, ეს ძიება თავისთავად არის ღირებული. რადგან ეს ძიება არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. არა ჩვენი პასუხები. არამედ ჩვენი კითხვები. და შესაძლოა ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ღრმა სიმართლე არ არის რიცხვში, არა 4 მილიარდ 600 მილიონი, ან 10 მილიონი, ან რაიმე სხვა რიცხვი. შესაძლოა ყველაზე ღრმა სიმართლე არის იმის აღიარებაში, რომ რეალობა არის უფრო რთული, უფრო იდუმალი, უფრო საოცარი, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მოდელი შეიძლება ოდესმე ჩაიტიოს. და ეს საოცრება, ეს იდუმალება, არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენ ცოცხლებს. ინარჩუნებს ჩვენ ცნობის მოყვარეებს. ინარჩუნებს ჩვენ ადამიანებს.